29 პოდკასტი. მეგობრებო, ისე ეგ ტრადიცია დავარღვიე მე რაღაცნაირად, რომ ვამბობდი ხოლმე 39 მეთქი, მე ვამბობდი რაღაცას მოვაყოლებდი ხოლმე, ხო, ნომერს აი 35 პოდკასტზე ვამბობდი, რომ კეიდის პოდკასტია და ასე შემდეგ და 39-ზე არაფერი არ მახსენდება, მაგრამ ტრადიცია უეჭველი და Better Call Saul-ში რო სოლი ამბობს ყველა ციფრის ამოღებაზე თუ გაქვთ ნაყურები. ვინა? Better Call Saul სერიალი. კი, მაგრამ ეგ მომენტია. ეს ერთ პერიოდი სოლი მუშაობს პენსიონერთა სახლში, რა ქვია იმ თამას, ბინგოს ციფრებს იღებს და ყველა ციფრზე ისტორიას ყვება რა და ძალიან უყვართ. მოხუცებს რომ რამდენჯერაც 7 როგორც მე-7 შტატი ამერიკის. როგორც რაღაცა ეგრე არის. Вообще ნუმეროლოგიის თემა. აი, სანამ вообще ლაპარაკს დავიწყებთ, ეხა ისე გამოვიდა ეგრევე ლაპარაკი დავიწყე. თემა. ჩვენთან არის ოქროკაცის სტუმრაცმა. მისტერ გიგა. მისტერ გიგას ყველა, გიგუნაო დღეს იკოს ველაპარაკი, ვინ არის სტუმრად და გიგა მეთქი და სიცილიცას და გიგუნაო კაცო, ანუ ძირითადად გიგუნათი. იცით, სულ მაინტერესებდა ბიჭო შენთვის მეკითხა. პირველ რიგში მიხარია რომ მოხვედი. აქამდეც უნდა შემდგარიყო ჩვენი ბაზარი. მე შენთან თავის დროზე სადღაც იქი ტაჩაზე ნამყოფი ვარ. მაშინ პირველი ერთ-ერთი პოდკასტი იყო ფეხბურთზე და იმაზე რო იყო, მე რო იქ ნადალზე რაღაცა. აიობები ვიბაზრე და რო შემჯორის კრისტიანოს და მაგის გამო. მოკლედ მიხარია რომ აქ ხარ, ეხა ბევრი წარდგენა აქვს და ცნობ ხალხსაც ვისაც ცნობილი ხარ, ერთ-ერთი რამე მინდა თავიდანვე გითხო. გიგა კვენეტაძე როა? კვეტენაძე. კვეტენაძე. მე ვარ კვეტენაძე, ეს არის კვენეტაძე. ხო? სხვა გვარია ვაფშე, სხვა როჟა. ის კვენ ხა. შენ ცი გიასურა მელაშვილი. მე მინდა და მეკითხე შენი ვინმე ხო არა? ციცაკებში მყავდა გიასურა მელაშვილი რა სტუმრად რა და ხო აჭამეთ ეს ციცაკები და მეორე დღეს წერს გიგა კვენეტაძეს თუ რა. აი მე შე რა მაჭამე შე იდიოტო შენ ისა. იმას გიწევა. მოხლებდა ის რაჟო. აბა იქნებოდა შეცია. ბიჭო რა სტრანი გამოჩენა იყო იმ გიგა კვენეტაძის თუ რაღაც ტიროდა ხო ყველა აგა მენა არის არა სტრანი დრო როგორც მოვიდეს წავიდა ხო და ბიჭო როგორ ხარ აბა ბიჭო კარგად ვარ ბავშვი შემეძინა ხო ეგ დიდი ამბავი 2 თვის არის ხო ეხლა 2 თვის არა ახე შენი სტატუსი მაშინ გამიხარდა როგორია მამობა გარდა იმისა რომ ძალიან გასუქდი ეხლა რაც არ უნდა მამობამდე გავსუქდი come on bro მამობამდე გავსუქდი უბრალოდ სოლი მოიყვანე და რა სოლი რომ მოვიყვანე მე გავსუქდი არ ვიცი მამობა ყოფილა საინტერესო რა იმ თვალსაზრისით რომ ისეთ რაღაცებზე ფიქრობ ისე ხარ მობილიზებული როგორც არ ყოფილიყარ არასდროს ცხოვრებაში რა გარდა იმისა რომ ძილის წინ თუ აქამდე სხვა ოცნებები გქონდა ეხლა სხვა ოცნებები გაქვს რა ეხლა რაღაცნაირად იხატება რას ვაკეთებ ჩემ შვილთან ერთად ჩემ ოჯახთან ერთად მანამდე იყო თითქოს მარტო რას ვაკეთებდი მე და ჩემი ცოლის ადვერთობდი თან რას ვაკეთებ აი რაღაც სხვა ოცნებები იყო და ეხლა ძირითადად ბავშვს უკავშირდება რა ან თუ აქამდე რამეს ვაკეთებდი და ამის მიზანი იყო რომ ან ჩემი სახელი ან ჩემი ოჯახის სახელი ეხლა პირველ ადგილას დგას ზიზუ და ზიზუს მერე არის ყველაფერი მაგის მერე ხდება რა ხო და welcome in my world და ანუ როგორი ტიპი ხარ ანუ ჩართული რამდენად ჩართული ხარ აი ხარ ის ტიპი რომ ამეთ აი პამპერსები ანუ ყველაფერი რა სრული პაკეტი გაქვს full პაკეტი ხარ ანუ მე მეგონა რომ დაიბადებოდა ხელში ვერ დავიჭერდი, მაგრამ რომ დაიბადა 3 წუთში დავიჭერე ხელში და დაესწარი? კი, აბა რა ვქენი თო. მე მაგას გავმაზავდი, ეხა ეს მაგრამ აინტერესებს. ქრონოლოგიურად მიყვეთ, დაესწარი, მიიღე გადაწყვეტილება, გაჩნდა ვაღანა, იქ როგორ იყავი? ანუ როგორ გზნობდი თავს, ხო იცი კაცები ორად იყოფიან რა, ერთი ნაწილი რომელიც ეხის ზოგს აი გული მისდის და რაღაც იგიჟეები მეორეები რომლებიც ან უბრალოდ ერთი რომელიც ესწრება და ცუდად ხდება მეორე რომელიც არ ესწრება და დაბლა კაპოტზე ან უბრალოდ რაღაცას მაგაცებთან ერთად ეძახი თეთრი შადი ან მესამე ვარიანტია შენი ვარიანტი და ჩემი ვარიანტი რომ ესწრები და არ გვეშინია ანუ შენ ხარ ის ტიპი რომელიც ესწრება და არაფერი რეაქცია არ ქონდა იმპონჩი რომ უეჭველი სხვაგან უფრო მეც ვინერვიულებდი ეგ ვიცოდი ერთი მეორე რომ დარწმუნებული ვიყავი რომ სოფოს ჩემი გვერდში დგომა ჭირდებოდა რომ მე ვიცოდი რომ აგრესიულია შობიარობის დროს ხალი და მერჩნო რომ ჩემი მიმართ ყოფილიყო ეს აგრესია მე ვაპატიებდი სხვა ვერ აპატიებდა ამას და პლუს ამას კიდე ხა მაგის გამაზვა რომ ჩემი ბავშვი რომ დავინახო პირველი მე მაგრამ მინდოდა რა და ინა მაგარი ამბავი გითხრა ჯერთ მეორევე გამოცდილი მაქვს და მართალი ხარ სამ ბავშვზე დავესწარი მაგრამ ერთზე ვერ დავესწარი იმიტომ რომ მე და ჯერი სახში ვართ და ანიმ დაქალს დაუძახა რომ წაიყვანო და რომ ბავშვს ვერ წავიყვანო ვიღაცასთან ბავშვთან ყოფილიყო ვერავის ვერ ვანდობდით და რაღაც
ერთი ძალიან უცნაური რამე მოხდა, რომ არაფერი არ ჭირდა ბავშვს, არც ვირუსი, არც გაცილება, არაფერი და როგორც კი ან უკვე ისე იყო, რომ თან სახსალაგებდა, ვეუბნებ, დაიკიდე გოგო, მე ვთხარი, დაგეწყო. არ და მე ყო. სა ჩემთან მუშაობდა. ჩაიკეთე. სამსახურიდან რომ მოვიდა და წავედით მე სამშობიაროში ეგრე მოხდა რა, ვაფსიგიჟია. ხო და ანუ წარმოიდგინე რა, ეგ თემა გაიჩნდა და ბიჭო მე ვთხარი, კაი, შეეშვი რა, არა, მინდა რომ მოვალოთ ალაგებული დამხტეს თან ნერვიულად. ანუ მე ხო იცი როგორც მცირდება, წაიყვანა რა დაქალმა რა და მე დავჭი ჯერ ისმისა სიცხე. არაფრისგან. აი ერთი დღე ქონდა სიცხე, რომ იმ შობიარა, მაშინ სიცხე ქონდა, მეორე დღეს გაიღვიძა არ ქონდა, მანამდეც არ ქონდა. ანუ ძალიან დიდი კავშირი აქვს დედაშვილს. და რო წავიდა სახში რომ მარტო დავრჩი, იცი როგორ ვინერვიულე? ანუ ბევრად იქ ორგანიზებული ხარ, რაღაცა ის თედი ხარ, რაღაცნაირად ხარ, კონცენტრირებული და რაღაცა პროცესში ხარ რა და აქეთ იყო როგორ იცი რომ თან ვერ უკავშირდები, თან ვერაფერი და მეთქი აუ ღმერთო რაღაცა დაეხმარეთ რაღაცა სახში ვიყავი მენა. ხო და ანუ მართალი ხარ მაგაში. ეხა მე რა დამემართა. ვესწრები პირველი შვილის, სესილის მშობიარობას რა და ბიჭო ეხა გამოცდილება არა მაქვს რა აზია, არა ვარ, მე მგონია რომ ბავშვები რო იბადებიან, არიან აი პამპერსის რეკლამაში რომ ბავშვები არიან, ხო იცი, შვედი ბავშვები. ატატატა. და მგონია რომ ეხა ეგეთი ტიპი უნდა გაიჩიტოს რა, რაღაცა ძალიან აი ესეთი და თან ეხა რა ბიჭო უცებ რა მორჩა გაიყვანეს რა ეს ჩემი პირველი მეუღლე გაიყვანეს იქითკენ რაღაც თავის პროცედურების მომჩი თუ რაღაცა და ეს ბავშვი შემომეწ უცებ დამაჭერინეს რა ჭიპლე და პირველია რა ნერვიულად და უყურებ ბიჭო და გავს კუნინძას შეჩემ. მარტო ხსტა ბიჭო უყურებ და აი ადამიანის ტვინი რა მოდელი მეთქი ხა პირველი რას თქვი რომ მეთქი მამა მიყვარხარ, მაინც მიყვარხარ თუ რაღაცა მოხდა შინაგანად აზრები რაც მომდის თორე. მე ბიჭო ფიქრობ რომ მეთქი ხა რა გაუძლებს მეთქი იმ ხალხს რომ მოვლენ და რო იტყვიან რომ ვაი მე რა საყვარელია და თან ერთმანეთს რომ აჭის ბავშვი. ხოდა ბიჭო აი გონკებში ვარ რა ხო ხდები და არ ვიცი რა ეხა რომ ბავშვი შეჭმული თუ კაჩ გავიდა წაიყვანეს იქ ბავშვია და დავდივარ ეხა იქ და ესაკთან იქ რაღაც ნერვიულობ რა თუ რა მივდივარ ვეუბნები მეთქი ზომა ანუ ხო ყველაფერი კი შვილო ყველაფერი კარგად არის კაი ზომაა ისე მეთქი ხო აი რავი სიმაღლე ხო არაფერი დარუღება რამე ხო არაფერი და რომ რაზე ნერვიულობ რა ვიცი რაღაც უცნაური იყო მეთქი ლურჯი შეჭყიჭყვით რაღაცა აი ბიჭო ეგ თავი და ყველა ბავშვი ეგრეაო რა და მე ხა 3 დღის მერე დაულაგდა მაგრამ მე რო არ ვიცოდი ეგ მეც ეგ მომივიდა სხვა შეშუპებით ხო გამოდის და გამოშტები ცოტა წვეტიანი თავით ხო დაიბადა და მეთქი ეს ხო დაიბადა იქ ვერ ვამბობ ხო აბა რა მომენტში ვერ ვამბობ ეხა რა რომ ან შეიძლება მართლა რაღაც პრობლემა და არ მინდა რომ სოფო მინდა რომ რაღაც მე რა ძალიან წამნათ ვეკითხები ეგ აი ეს წვეტიანი თავით ესო რო გამოვიდეს მაგიწევ და რასი ძახი მეთქი. ხო და აუ ზაპიზეც რაღაც მოხდა რა. პარალელურად იყო მშობიარობა რა. ანუ ჩემი სოციალური მშობიარობა იქით კიდევ ვიღაც მშობიარობდა. ხო და ისუნთქე გაიჭინთა ეს ხარ ინტენსიურად მიდის რამდენიმე საათი რა და იქით დაიწყო იმ გოგოს ვინც მშობიარობდა არც რაღაც შეტევა მიცა თუ პანიკა თუ რაღაცა და ყველა გავიდა. და ის ხო რამდენიმე საათი იყო რომ გაიჭინთა დავჭით მეტე სოფო მარტო პალატაში და ანუ ეს უკვე უნდა დაიბადოს და მეთქი არ გაიჭინთო ცოტა ხანი შეწყვიტა ნუ საბოლოო ჯამში ყველაფერი ჯიგრულად დამთავრდა რა ძალიან მიხარია იმიტომ რომ მართლა ანუ ძალიან შეიცვლები შენ სასიკეთოდ ოღონდ შეიცვლები უკვე შეიცვალე მაგრამ ბიჭო ხო დროთა განმავლობაში ყოველი თვე რაღაცა ახალია ყოველი წლის ერთი წლის გახდება უკვე სხვა ტიპია ორი წლის გახდება და ყველაზე ანუ ისეთი მომენტია, როცა დაიწყებს საუბარს, აი პირველად რომ მამას დაგიძახებს და უკვე ნელა რო ტიკტიკებს, აი ძალიან მაგარი განცდა რა. ასე რომ გილოცავ. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყებს ბაზარს რა. დიდავიაციაში გაიჭით. კაი, ეხლა ამ ეტაპზე აი რა საკეთებ, ანუ აი ოჯახის გარდა. ეხლა ის ვიცით ყველამ რომ ანუ ძალიან ჩართული შენი პროდაქშენი გაქვს. ფაქტიურად შენაკეთებ, ანუ რაც ვიზუალი იქნება თუ ტექნიკურად ხო სწორად ვიცი არა PvP-ს, ანუ ყოველში შენ ხელმძღვანელო ხო მაგბონს. ან გუნდია რა, 5-კაციანი გუნდი ვართ, ყველას ვაკეთებ და ჩემი შენი რა ერთად ხართ. ერთად ვართ რა, ერთი სასტავი ვართ, ყველაფერი საერთო გვაქვს რა. ერთად მუშაობთ, რაღაცაებში პრიორიტეტული არის ჩემი აზრი, ჩემი საქმიანობა, ჩემი დრო, რაღაცაებში სხვების რა. მაგალითად, ნაკლებად ვერთვები მუსიკალურ ნაწილში, აი ფაქტობრივად არ ვერთვები მუსიკალურ ნაწილში რა. ვცდილობ, ანუ მე მაინც დილეტანტი ვარ ხო ხტები და ხშირად ვამბობ ხოლმე შეიძლება ცოტა უხეშადაც გამოდის ეს რომ არ მაინტერესებს, ანუ არ მაინტერესებს ბეთლი ზოგადად. რა ვინ მოიგებს, ვინ წაიგებს, რატომ მოიგო ან რატო წააგო. მე ჩემი როგორც მაყურებლის აზრი მაქვს,
ფეხები ვერავის მოჯამოს ჩემმა აზრმა, მაგრამ ხო ხტები ჩემი აზრია ეს რა, just მე რო დამონტაჟდება რო მე ვზივარ და ვუყურებ ისე როგორც ვუყურებდი დავუშვათ რომ არ ვაკეთებდი იმ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ და ისეც ბალეში ყოფ ამ პროექტს რა, ჩემით რო არ იყოს ისეც ბალეში ყოფ რა. ეგ არის რა, ანუ ვიზუალურად ძირთად ვცდილობ რომ ეს კონცეპტუალურად რაც არის PvP ზოგადად flow ეს კონცეფცია დავამგვანო სხეულს. ორგანულ სხეულს რა. ამან იმუშაოს როგორც ხორცი შეასხარა. Yes, რომ ამან ერთი ნაწილი რომ იმუშაოს როგორც კომერციულმა ორგანიზაციამ და მეორე რომ შეკრას community იყოს ჩამოყალიბდეს სუბკულტურად რა, რომ დაუშვათ რა, ამაზე ფიქრი რომ ეს არ ყოფილიყო მარტო კომერციული სივრცე და რაღაცა სული ქონოდა ამ ყველაფერს, დავიწყე მას შემდეგ, რაც ჩემ შვილზე დავიწყე ზოგადად ფიქრი, რომ ვფიქრობდი რომ ზიზუ რო გაიზრდებოდა, ან ჩემი ძმაკაცების შვილები რო გაიზრდებოდნენ, მათთვის გარემო ყოფილიყო უსაფრთხო, უკვე ნაცნობი კომუნიტი არსებობდეს და როგორც მე მაგალითად ჩამოვედი და საერთოდ არ ვიცოდი რა ხდებოდა სამყაროში, მე გვიან მივხვდი Wi-Fi რა იყო, Big Mac რო გემრიელი იყო. ამას მივხვდი მე სულწლოვანი რო გავხდი, მაშინ ამ და არც წარმომედგინე რა იყო. ეგრე არ მოუწიოს რა ზიზუს რა, ის გარემო დახვდეს უკვე რა, ის სამყარო დახვდეს. რომელსაც კომფორტულად იგრძნობს თავს რა. თავისთავად იქაც მოუწევს თავისი ადგილის მოპოვება, მაგრამ მე უკვე მექნება რაღაც კარი გაღებული რა, მნიშვნელოვანი კარი და მინდა რომ ეს ბევრისთვის იყოს ღია ეს კარი რა. წარმოდგენილი მაქვს რომ ჰიპ-ჰოპ მე მიყვარდა ძალიან ბავშვობაში. ჩემ ცხოვრებას დიდი გავლენა მოხდა ჰიპ-ჰოპმა რა. ანუ ისეთი გავლენა არ მოხდენია როგორც დაუშვათ არტისტების ცხოვრებაზე მოახდინა, ჩამოყალიბდნენ არტისტებად. ჩემს იყო мотиваცია რა, რომ დავუშვათ სკოლაში მივდიოდი, ან რამეზე გამარჯვება მჭირდებოდა, საკუთარ თავთან ბრძოლა მჭირდებოდა, სულ მეხმარებოდა DMX, Eminem მართლა. რომ რაღაც მეგონა რომ ეს მაძლევდა ძალას რა და ეგ გავლენა იქონია და მინდა რომ ეგ უფრო ფართო მასშტაბური იყოს და უფრო ხელშესახები იყოს რა. და ჩემეზეც რაღაცა ძრები არის მაგ მიმართულებით რა, ამის საუკეთესო ინდიკატორი არის რომ დავუშვათ ფეხბურთელები გვისმენენ თამაშების წინ, რაგბისტები გვისმენენ თამაშების წინ. ეგ მაგრად ასწორებს ეხა მაგალითად ბანი მოსკას ივენცე, საქართველოს რაგბის ნაკრების რამდენიმე წევრი ყავდა. ხო და ძალიან სიგიჟე იყო რა, რომ დავპატიჟე რა გიო კვესელაძე არის ჩემი მეგობარი. და გიოს უთხარი რომ მეთქი კვირას გვაქვს მეთქი ხომ მოხვალ თქო და ბიჭო აიო რუმინეცო ჩავატყდავ. მოვალ და მართლა რა მოიგეს ბიჭებმა და მოიგეს რა. 700-ით 0. კი, ეს ხო წარმოგიდგენი, ანუ იქ მოიგეს, დაილეცნენ რაღაცა, წავიდნენ, გადაივლეს და ივენცე მოვიდნენ და ეგ ახლა ხო ხტები რა მხოლოდ ენერგია არის რა, თითქოს რისთვისაც ვიბრძვი, ყოველ დღე ამის პასუხებს ვხედავ რა, შედეგებს ვხედავ რა და ასწორებს ეგ ძალიან რა. იდე შეგარჩე მიზანი. თორე ვინ რა ენაზე იბეთლავებს, როგორ იბეთლავებს, ბითი როგორ იქნება და უშუალოდ ვცდილობთ რომ ყველა ჯერზე უკეთესად გადავიღოთ მაგალითად. რამდენი ხანია რაც შენაკეთებ? Flow-დან. აი პირველივე იმიდან შენ ხარ? კი. რატომაც მეგონა რომ ცოტა აი ვითუმეტეს მაშინ თუ ეგრეა როგორ ფიქრობ ანუ რამდენად დიდი აი შენ თვითონ როგორ აკეთებ რამდენად შეიცვალა რამდენად გაგირთულდა შედეგი რომ ანუ მომხმარებლისთვის ძალიან დიდი კონტრასტია ხო ანუ ძალიან გაიზარდა PvP ანუ flow ანუ თვითონ ივენთი ბითი შეემატა აკაპელა აღარ არის როგორია შენთვის აი ძალიან მასშტაბები ძალიან გაიზარდა, ბევრად შრომატევადი გახდა, ანუ უფრო მეტი მუშაობა, სამჯერ მეტი მუშაობა. და რომელი უფრო რთული არის, ანუ აკაპელა, გასაგები რომ მაშინ ცოტა იყო, მაგრამ ეხლა ჩათვალე რომ აკაპელას PvP flows პირველი ივენთიდან ვარა flow-ში. აკაპელას just მაყურებელი ვიყავი, უბრალოდ მაკაცებდი ბიჭებთან რა. ეს იყო როგორ რადგან ეს შინაურული ბაზარია, მაგრამ მოგიყვები როგორ მოხდა ეგ ამბავი რა. მესამე სეზონი აკაპელას რო იყო, ჩემი ძმაკაც KMC გამოდიოდა. და ძალიან ინტენსიური კონტაქტი მქონდა მანამდეც და მაშინ უფრო ინტენსიური კონტაქტი მქონდა ბიჭებთან რა. ყოვასთან, გიოსთან. გიო ჩემი ცოლის უახლოეს მეგობარია ქუთელას, დიდი ხანია ვიცნობდი არტურა, ეხა ოპერატორია და მის საქმიანობიდან გამომდინარე კვეთა მქონდა ბევრჯერ და მოკლედ ამ ხალხთან ძალიან ახლა კონტაქტი მქონდა რა. მაგ პერიოდში მუშაობდი მთავარ არხში, ვიყავ პროდიუსერი ნანუკა ჟორჟოლიანის და
ის კოშმარი ხო წარმოგიდგენია რა ამხელა სტრესია ნანუკა ჟურჟელიანის პროდიუსერობა რა ზოგადად ტელევიზიაში პროდიუსერობა რა ამხელა სტრესია და ნანუკას ხო განსაკუთრებით თან ნიშა დაიჭირეს მაგ პერიოდში და ვაფშე კატასტროფა ხდებოდა იმენა სროლა იყო რა ყველა ჩემი დღე იყო იმენა ჯიბიდან სროლა ხო და ეგ ივენთები იყო ადგილი სადაც პროსტო მივდიოდი რაღაც ჩემ აზრს უზიარებდი სასტავს ერთმანეთ რაღაცა და რო ჩაიარა მესამე სეზონმა აკაპელას მესამე სეზონმა რა იქ ენემის და ხელის დარტყმა და მოკლედ ერთი ამბები რა ყველაფერმა რო ჩაიარა ოიქ საგიჟეთ მან ვესწრებოდი მაგას რა უკავ დგართ მე და ნაინა რაღაცაზე ვლაპარაკობთ რა და უცებ დაიწყო ბეთლი და რა იმან რაღაცა თქვა და მე და ნაინა ერთმანეთს გადავხვევით რომ ვახ ბიჭო ეს რა თქვა და სკაფუცებ ჩხუფი დაიწყო და ვაფშე გავუშტერდით რა სიგიჟე იყო და ეგ მაგის მერე რაღაცნაირად დაპაუზდა ფლოუ ანუ გაჩერდა ფლოუ ერთშენიერ დღესაც მე არ მახსოვს სად მუშაობდი ანუ დამთავრდა ჩემი ნანუკასთან მოღვაწეობა და ურთიერთობა და რაღაც ახალ სივრცეში ვიყავი რა და ყოა მითხრა რომ ან მომეხმარებიო ან წავალ ამერიკაში ხო და შენი დამსახურებით ყოფილა და მთელი ეს ამბავი აღადავ მაგრამ ძალიან მე მაგრად მიყვარდა ეს რა ხო და ძალიან მინდოდა რომ ნაწილი ყოფილიყავი და თუ ვცდილობდი რომ რაღაც გამეკეთებინა ამ ხალხისთვის რა და ვერ ვახერხებდი იმიტომ რომ საკმარის კვალიფიკაცია არ მქონდა ამისთვის და რა თითქოს მოვიდა დრო რომ რა კვალიფიკაციაც მქონდა ცხოვრებაში გამოცდილება განათლება რაღაცა გამომეყენები ამ მიმართულებით რა და ეგრე მოხდა რა რომ ფლოუს ბიჭებს ქონდათ ფლოუს იდეა თითქმის ყველაფერი ქონდათ ფურცელზე თეორიულად იცოდნენ ყველაფერი როგორ უნდა გაეკეთებინათ და იყო საჭირო რომ შეგვეტია რა და მე მაგრამ მიყარ შეტევა და შეუტიეთ რა პირველი ის რომ პელენიკი პირველი ბეთლი რომ ჩვენ მე არ ვიცოდი როგორ უნდა გადამეღო ეს რა ენერგია იყო საჭირო რა როგორ სცენაზე უნდა ყოფილიყო ქვემოთ უნდა ყოფილიყო როგორ უნდა გაგვენათებინა რა დინამიკით უნდა მომხდარიყო ამის მონტაჟი ანუ არაფერი არ ვიცოდი წარმოდგენა არ მქონდა ამაზე ამიტომ თვითონაც არ მქონდა წარმოდგენა ჩემზე არ არის მარტო მეორე შანსი იყო რომ გვეყურებინა და უბრალოდ ის აგვეღო და წამოგვეღო ჩვენთან და შევთავაზე ბიჭებს მეთქი გადავიღოთ თქო რა პილოტი დავარქვა თქო და ჩვენ თვითონ ნახოთ რა გამოვა თქო რა და მე ამ პილოტით შევეცდები რომ გავყიდო თქო ეს პროექტი თქო რა გავაკეთეთ სცენაზე არ მოვიდა პელე ამან ცალკე დრამა შექმნა რამაც საერთო ჯამში კარგად იმოქმედა რა მე არ მქონდა დაგეგმილი რომ რაღაცა ეგეთი მაგრამ რაღაც პონჩი პიარი გამოვიდა რაღაც პონჩი რა პიარი გამოვიდა რა ცოცხალი პროცესია და მე მივხვდი რომ საერთოდ არ არის საჭირო იფიქრო გამძაფრებაზე თვითონ ძაფრდება ისე მაგალითად ეხა გროტასკის და ნიკისლოუს ბეთლი ჩაინიშნა და ჩაინიშნა ან თავისი თან არაფერი არ გვიჩალიჩე პროსტო ლაპარაკის დროს რაღაცა და დავაიბეთლავთ ანუ ეგრე მოხდა რა ჰიპ-ჰოპი ზოგადად და ეს ბეთლ კულტურა საქართველოში უცხოური ბეთლ კულტურა შე როგორც იცი ჩემმა როგორც იცი მე ეგრე არ ვიცი ეგრე კი არა საერთოდ არ ვიცი საქართველოში გაძლევს იმის საშუალებას რომ პროცესს მიადევნო თვალყური და როცა მიმდინარეობს პროცესი იმ მომენტში საინტერესო პოინტები ამოიღო რა. ეგრე ვშვებით ჩვენ. ეგრე მოხდა ყველა ბეთლი, ეგრე დაიგეგმა პირველი სეზონი, მეორე სეზონი, მესამე სეზონი ეგრე იგეგმება, სეზონს გარეთ ბეთლები ეგრე იგეგმება, პელე იანგ მაიკი ეგრე მოხდა, ყველაფერი ეგრე მოხდა რა, რომ პროცესი მიმდინარეობს, ცხოვრება, დინება ამ კულტურაში და შენ უბრალოდ საჭირო მომენტში თავ კამერას. ეგ არის რა, ანუ ეგრე წარმომიდგენია. როგორც ჩანს ამართლებს რაღაც მოსაზრისით რა, ეგ ამბავი. ცალსახად ხო, ანუ ძალიან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია, რომელიც ჩართულია მაგ ამბავში და უყურებს. ვიღაცა შეიძლება უბრალოდ შემოიჭყიდოს, ნახოს ბეთლები, იმიტომ რომ ვიღაცამ დააშიარა და გავიდეს, მაგრამ უმეტესობა რჩება. აი ხა თუნდაც პელე რო იყო სტუმრად შენთან. საუბრობდით რაღაც თემებზე და მე ვნახე კიდე სადღაც იყო მისული. მომენტი ვნახე იანგი და ეგრო ისნენ ერთად რა. ხო და ბიჭო ერთის მხრივ თვითონაც აღნიშნა ამეთ კაიაო რო სხვებიც უერთდებიან უყურებენ ისეთი ხალხი შეიძლება ვინც აქამდე არ უყურებდა მაგრამ მე თითქოს განიცდიდა იმას რომ ანუ
კონტექსტიდან კი არა, როგორ გითხრა, ანუ იცი რომ კულტურას არ იცნობენო და რაღაცა ნარატივში სვავენო რა, ანუ თავის ნარატივში. რაღაც პონჩი ეგ მესმის. Yes. მაგრამ გაწუხებდეს, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით შენი ბეთლი ყურადღებას იქცევს. ანუ ეს კულტურისთვის კაია, იმიტომ რომ ეხა მაგას უნდა შეეჩვიო, რომ შე რო გამოხვალ და თან იმას იტყვი, რას თქვა? ვიღაცა იტყვის, რომ ვა, ვინც თუ ეგრე ფიქრობს ვინმე, არა მარტო იანგთან მიმართებაში ეგრე ფიქრობს კი არა. რაღაცა საერთო სურათში ეგრე უყურებს ეგეც რა. ვით უმეტეს როცა ახსენებ აქციას, რაღაცას რო იქით გახალხი როცა შენ ასე შემდეგ, ხო, ვიღაცებს გაუჩნდებათ ეგ განცდა, რომ ვა, ნახე რა ჯიგარია პელე და აი ძმაო, აი ჩემი სათქმელი თქვა და ასე შემდეგ, ხო ხდები რა. ხო, და აქედან გამომდინარე, ცუდი არ არის რომ ესე გადაჭრელდა ნახაბერმა. იგივე მაგალითად ცოტა სხვა პონტია, მაგრამ იანგმა იქმა რო გააკეთა ეს smack-მა bitch up და ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშახარ დავირუსდა. და ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახე ხო, ვინ წარმოიდგენდა რომ ვიღაცა ვაკელი გოგოები ეხა მაგას ჩემი ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშახარ და ისეთი ხალხი რომ მანამდე რომ საერთოდ არც გაიხედებოდნენ, ვითომ უმეტეს აკაპელა როცა იყო, ნუ აიმე აი აკაპელა კი რა ქართულად რო ლაპარაკობს ტიპი მიკროფონთან, აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეგ ტეხავდა რა. ანუ Young Mike-ის ინტერვიუ, ანუ სანამ პელე და Young Mike-ის ივენთი იქნებოდა, მანამ ორივესთან გადავიღეთ ჩვენ რაღაცა ინტერვიუები რა. ანუ ეს ნაწილი მე არ ჩამისვამს Young Mike-ს ამბობდა აქ გავაჟღერებ. რომ მაშინ რო დაიჭირეს და აქციები რო იყო და რაღაცა რა, იმ პერიოდს იხსენებდა და რომ მოუხდითო ტელევიზორშიო, მაგ დროსო თითქოს ვიგრძენიო რომ საზოგადოება მიხვდაო რომ არსებობს ჰიპ-ჰოპი, ოღონდ მართლა არსებობს რა. ის კი არისო რომ ღმერთო ჩვენ ქართულ ცოცხალ რეპერს ხედავთ, გაგვირეპეთ. თუ შეიძლება. ეს კი აღარ იყო რომ მიხვდნენ რომ მართლა ადამიანები ვართო და მართლა შეგვიძლიაო რაღაცების კეთება და პროცესების შეცვლაო რა. ეგ პროცესი იყო შენელებული. არ ვიცი რა ანელებს ახლა ამ პროცესს რა. ქვეყანაში მომხდარი მოვლენები, ზოგადი სურათი რა, შეიძლება გადაფაროს უბრალოდ ჩვენ წარმოგვიდგენია რომ ჩვენი პროექტი ითამაშება მეინსტრიმის სადავეებს რა. გონია რომ ზემოთ ვართ რა. გონია რომ შეუძლია რომ ტაქსისტიც გელაპარაკოს ამაზე, ლექტორიც გელაპარაკოს ამაზე, ანუ ყველა შეუძლია რომ სახალხოა. ხო რა, იაგო ხვიჩიას მაუსმინო დილით, ანუ ეგრე გვაქვს წარმოდგენილი. და სანამ აქამდე მივიდოდით მე მაგალითად მეშინოდა რომ ეგე ვერ ვქნათ რაც ამ ხალხს კრინჯი გონია იმის დავიწყება და ახალზე შესმა. ხო. მაგრამ ფიქრობ რომ არტისტების არავის არ ეწყინება. არტისტების რაოდენობასთან ერთად არტისტების განათლების დონემაც მოიმატა. შესაბამისად, რასაც ლაპარაკობენ არტისტები, უფრო მეტი ადამიანისთვის არის გასაგები და მისაღები, ვიდრე აქამდე იყო. დაუშვათ მე მაგალითად შავი პრინცი მაგრად მიყვარს და პატივს ვცემ, სულ ვიხსენებ ხოლმე, ბევრ რამეს ამბობ შავი პრინცი ისეთს, რომ შენ ყურადღება მიაქციო და შეიძლება მიიღო რომ შავი პრინცი არის შენი მასწავლებელი ამის, მაგრამ 2000 წელს გამოვიდა ეგ სექსი შავი პრინცის ეგეთი ტრეკი და იქ ამბობს რომ თუ გახდით 18-ისო და სექსის მაგრად გესმისო. სექსის მაგრამ გესმისო. თუ გახდით 18-ისო და სექსის მაგრამ ხო, რა იქ ტიპი ამბობს იმას რომ ნუ 18 წლის თუ ხარ მაგ გასაკში გთავაზობს. ხო, მივხვდი რასაც. და ანუ არ ცდება რაღაცა ფარგლებს რა და შენ შეიძლება კრინჯი გეგონოს ეგ რომ რა ამბობს შავი პრინცი მას. ნამდვილად ამბობს იმას რომ თავისუფალი ხარ რა, კონდეს რა სექსი, ოღონდ 18-ის რო გახდები მე მანამდე twin-ი არ მოტყნა რა. დააზუსტა რა, 18-ის მერეო რა. ქართული არტისტებისგან სწავლა შეგიძლია და ანუ თუ საკუთარ თავში დაუშვებ რომ შეიძლება იმან გასწავლოს იმ სიკრინჯის სტერეოტიპს რომელიც გაქვს ქართული ჰიპ-ჰოპის და ქართული ენაზე შექმნილი მუსიკის მიმართ მაგასაც მოკლავ რა მარტივად და მგონია რომ ამას შვებით ჩვენ რა ყველა ჯერზე შვებით რა ხო ანუ იმას მართლა მომემატა ანუ ძალიან გაიზარდა კულტურაც და განათლება აა ბოდიში ამას ემატება კიდე რომ მუსიკა ბითი ჩვენი ავთენტურია მუსიკა კარგად არის გაკეთებული დამიქსული ლაივის ან თუ აქამდე რაღაცა კოშმარული იყო ლაივზე ხმა ახლა არის კარგი ხმა ყველა ჯერზე იმდენს აჩიკოგულედან ნახეთ და აჩიკოგულედანისგან მივიღეთ რესპექტი რომ ლაივიდან ესეთი ხმა რო წამოიღეთო მაგრად მუშაობს თქვენი საუნდ ინჟინერიო და ძალიან გაგვეხარდა იმიტომ რომ აჩიკოგულედანი არის ადამიანი რომელიც ამდენი ხანი პროსტა ოფენ
ბედნიერს აკეთებს და ის რო გეტყვის რომ კარგად აკეთებ, ესე იგი მართლა კარგად აკეთებ რა. ხო, ანუ გარდა იმისა, რომ ინტელექტუალური ნაწილი, ტექნიკური ნაწილიც დაიხვეწა და ამან ალბათ უფრო დიდი გავლენა მოახდინა. всё, მოვჭი, შენზე მეტი ვილაპარაკებ მგონი. პირველად. არა, შენ ხარ ჩემთან სტუმარი და შენზე მეტი უნდა ილაპარაკო ყველა პონჩი, ეგ აუცილებელიც არის. ეხლა ნახე. ხო, იცი რა არის, ძალიან მაგარი, იმიტომ რომ აი თან ბიჭო, ყველა სხვადასხვა ტიპი, აი ნიკისლოუ თავის პონჩი საინტერესო რაღაცებს ამს თავის სამყარო აქვს. Yes. პელე თავის სამყაროშია ძალიან საინტერესო მოსაუბრია, ნებისმიერი მაგის საუბარი, რავი, ნარუტოზე იბაზრებს თუ ცხოვრებაზე იბაზრებს ნებისმიერ თემაზე, ანუ კარგი მოსასმენია ტიპი რა. ვიღაცას თავის სიმართლე, ვიღაც თავის პონჩი უბერავს, ვიღაც თავის პონჩი უბერავს და რა თქმა უნდა. აი ფულა ჩემი მამიდაშვილია და სხვათა შორის აი რომ ხანდახან გამახსენდება და რომ ვთავ ხოლმე, ხო, ბევრი კაი ტრეკი აქვს და განსაკუთრებით ლირიქსი. მაგრამ როცა ვთავ ხოლმე ჩემი ქალაქი რო იყო და კაზი ჯაზის და ამას რო უსმენ, ანუ ორი და ზაზანოსაც, ხო, ეს სამი ტიპი, სხვაებიც კარგები იყვნენ. გიждები მან. ჩემი ქალაქში ჩესტერას ჩემი ქალაქზე, რომ მოკლედ ჩემი ქალაქი საყვარელი ჩემი ჩესტერა, ხო. ხო და აი ნახე, ხო, მაგიტომ რომ ყველა კარგი იყო, მაგრამ აი კაზი ჯაზი რაზეც მაშინ მღეროდა, როდის იყო. ფულაც რასაც მაშინ ამბობდა, რო გადმოიტანო და დღევანდელ კონტექსტში რო შეხედო, ანუ ძალიან სწორი ანალიზი აქვს რა, ერთსაც და მეორესაც, ერთს უფრო ბრუტალური, უხეში და ქუჩური და უფრო რაღაცა, მეორეს თქვათ უფრო სოციალური თემატიკი, ზაზანოზაძე და თქვათ ის პრობლემები წინ წამოწეული და ფულას ასევე ისტორიული კონტექსტი, ქალაქი რომელიც ისტორიიდან ვერასდროს ვეღარ გამოეტია, რომ ანუ ერთი პარტია, მეორე პარტია რო იმედგაცრუებებია, რომ რა ქვია, ცდილობენ რომ შეგვაყარონ ისაც თვალით არ გვინახავს, ხო ხდები, იმიტომ რომ შენ კი გინდა რომ რაღაცა თქვა დასავლეთი ევროპა არ იცი, ანუ რეალურად არ გაქვს შეხება და რთულია, ხო ხდები? ანუ ძალიან სერიოზული საკითხებია, უბრალოდ ჰიპ-ჰოპი რო არის და არტისტი რო ესე გამოიყურება და თანამედროვე ბიტია და რაღაცა და ბაუნს გაკეთებინებს და ბიტი ქსიამონებს, ხანდახან შეიძლება გამოგხსნეს რამდენად ღრმა და ფილოსოფიური არის მათი ტექსტები. აუ იმ დღეს ვამბობდი ეგეთ რაღაცას და დავიცინე, მაგრამ აი შეიძლება ამ ვიდეოს კომენტარებში დავიცინო, მაგრამ მაინც ვიტყვი რა, არსებობენ არტისტები, რომლებსაც აქვთ სიბრძნე. ხო? ანუ სიბრძნეს, ანუ შეიძლება ანუ სწორ რაღაცას ამბობს ერთია. მომავალზე განჭრიტა ერთია. კარგი ფლოუ აქვს, კიდე არის რომ აქ სიბრძნე რა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რა. აი რამდენიმე ჩემთვის მაგალითად აი სიბრძნე ბჭყალებში, თუნდაც ბჭყალების გარეშე აქვს ზურიკო კოკლიანს, იმიტომ რომ ზურიკო კოკლიანის ყველა ტრეკი რამდენჯერაც არ უნდა მოусმინო, სულ ცდილობს რომ შენთვის არის რა, ანუ თითქოს შენ ხარ ზურიკო ამას ქმნის, იმიტომ რომ შენ მოусმინო და გამოგადგეს რა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოინტია ჩემნაირი ადამიანისთვის. შეიძლება არტისტისთვის ეს არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ჩანაფიქრშიც შეიძლება არ კონდეს ეგ, მაგრამ ეგრე გამოვიდეს. ეს ჩემნაირისთვის, აი დილეტანტი მსმენელისთვის რა, უბრალოდ ნაუშნიკებში რო გადაადგილებისას რო უსმენს ამას ძალიან სერიოზული ძალა აქვს რა, მართლა. თუ არ ბრაზდები, აღარ ფასდები, ვგიჟდები რა. თან იცი რა, ზურიკოს აქვს ძალიან full package-ია ეგეც, იმიტომ რომ ერთი აქვს street wisdom-ს, რასაც ეძახიან, ანუ ქუჩის სიბრძნე თუ რაღაც რა. მერე გარდა მაგისა კიდე ორი ძალიან მაგარი თვისება აქვს, რომ ერთი რომ აი მაგისი აი სიბრძნის მომენტი, იმის ლირიკში ბევრი შეიძლება შეცდეს, რომ სლენგი ბევრისთვის არ არის აღქმული სიბრძნის გამოხატვის ფორმატ. იმიტომ რომ აი სლენგია ვითომეტეს თუ ქუჩური, აი კაროჩე და ამითი მაზავენ, იმიტომ რომ მე გონიათ, რომ ხო რაღაცა ქუჩური თემაა, გაიგე, რაღაცა და ამ დროს სინამდვილეში ძალიან ცხოვრებისული პონტია და თან კიდე მაგიტომ ამბობ, რომ შეიძლება რამოდენიმეჯერ მოსმენას დაგჭირდეს იმისთვის, რომ მართლა გაიგო მისი მესიჯი რა არის. და თან კიდე ზურიკოს ის აქვს, რომ აქ სიბრძნის გარდა კიდე სურათს გიხატავს კარგად, ობრაზებს ქმნის ძალიან საკაიფო. ეს რაღაც ისტორიას ყვება და ძალიან მაგარია. ზურიკოს და ნიკის აქვს ფიტი და მგონია რომ ეგ არის ძალიან underrated ტრეკი ქართულ ჰიპ-ჰოპში. ჯერ ორივე აქვს ქურთი რა და ეს ბითის ღიჟერადობა ცალკე, ხმიჟღერადობა ცალკე რაღაცა ძალიან აზიური რაღაცა უცხო. აუ სიგიჟია, მე მაგრად ზურიკოს და ნიკის შემოქმედება მე მაგრად მიყვარს, იმიტომ რომ სტანდარტულ ქართულ ჰიპ-ჰოპს არ გავს რა. ანუ ერთის ნიკის შემთხვევაში არის აუ სიტყვათა წყობა კიდე განსხვავებული რა, ორივეს რა. ანუ ისე flow ხო სიგიჟე.
ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური ფლოუ აქვს ნიკის ფლოუს. მართლა შეიძლება ვერ გავარჩიო, აი ეს ფლოუ, იმის ფლოუ, აი მას ტრევის კონდა ეს ფლოუ, ეს კონდა იქ ვერ გავარჩიო, მაგრამ ჩემს ეგ არის მუსიკა და ეგ მუსიკა იმდენად მაგარია. ანუ თავიდან მიკვირდა რომ ეს ქართულია ზიკომ, შეიძლება ზიკომ მომასმენდა პირველად ნიკი რა B52 ეგ ეგეთი ტრეკი და იქ აქ დროპი ერთ ადგილას რა და ჩვენ არაფხიზელ მდგომარეობაში მუსმენდით ამას რა ამ ტრეკს რა პირველად თავისთან სტუდიაში მიმიყვანა კარგი საუნდ სისტემა ქონდა ზიკოს და ხო ჩართო ეს და რაღაც დროპი იყო და თითქოს მაგ მომენტში მე გავქრი რა ეგეთი დროპი აქვს რა რომ და მე აგრძელებს ნიკის მაგრად უყარს ეგ რომ ვაფშე ტემპიდან ხო მომენტიდან საერთოდ რეალობიდან გაგდებს და მე კიდე გაბრუნებს რა და მე შეიძლება ძალიან ისე რა ქვია რომანტიულად ყვები ამ მუსიკაზე რა და ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს ეს რომანტიული მაგრამ აბა ერთი ცადონ და ჩემი თვალით შეხედონ ამას რა შეხედონ რამხელა მუშაობა რა მე ხო ვიცი ეს ბიჭები რას აკეთებენ იმისთვის რომ დრო კონდეთ ჰიპ-ჰოპზე სამუშაოდ. მე ხო ვიცი ეს ბიჭები რამდენს მუშაობენ, რომ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ ცოლებს, შვილებს, დედებს, მამებს არ მოაკლდეთ არაფერი და პლუს ამას კიდე ამათმა ჰიპ-ჰოპი აკეთონ. ეს ხო არ არის, ეს ხო ის ცხოვრება არ არის, რომ გაიღვიძო ტრეკები წერო, დაღამდეს ტრეკები წერო, სულ ტრეკები წერო, ფული საიდანაც გერიცხებოდეს. ეგ ცხოვრება არ არის რა. ხან და იმუშაო, ხან და ტრეკები წერო. ხან და იმუშაო. მუსიკაზე აღონ რა და მე რო ვიცი ამას რამხელა ბექგრაუნდი აქვს ჯერო ამბობს თავის ერთ-ერთ ტრეკში რა რომ თქვენ არიცით რამხელა შრომა დგას ამის უკანო თორე აუცილებლად მოусმენდითო რა რომ მე რო ვიცი რამდენს ვერ გაიგებს ხალხი აზრი არ აქვს რა ანუ ნახე შეიძლება ვინც უფრო კულტურაში შემოვა და შემოვა იმან ბაზარი არ არის უფრო და უფრო მეტად დააფასოს მიხვდეს და თან ვინც იცნო ანუ თვითუმეტეს ქართულ რეალობაში ხო როგორია მაგრამ მეორეს იცი რას მაგონებს ეგ ჩემი ერთ მაგაცია რა ეხლა ხანს თან ძალიან ისე დაუწმაკაცდით რა ერთი წელია დაახლოებით რაც ვიცნობ და არ მინდა ეხლა ანუ მაგიტო არის ანონიმური NA რო ანუ 12 ნაბიჯი რაც არის ანუ ტრაკედი გდები თუ სასმელზე ედიტინგი რაც არის ანუ დამოკიდებული ხალხი დადის და ეს ტიპიც კაროჩე წელიწად ნახევარი არის სუფხიზელი ხო აი ემინემს რაც აქვს იქ ალბომზე რო 8 წლის თავი სიფხიზლის 8 წელი რო უნდერს მე მგონი ეგ ალბომზეა 8 წელია მე მგონი და ანუ ემინემსაც ხო აქვს ერთი ტრეკი სადაც გამოდის და აი თავის ისტორიას რო ყვება რა ჰიპ-ჰოპ ტრეკით მაგაშია რა ანუ 12 ნაბიჯი დადიანა და ბიჭო აი რო ვიცი ანუ რა შრომას გადის ტიპი ანუ როგორ ებრძოლა თავის თავს ანუ რეები გაიარა და ყოველი დღე რამხელა გამოწვევა მისთვის რომ იყოს ფხიზელი და იყოს ჩართული სოციუმში ამ საქმე აკეთოს სამსახური აკეთოს სტრეს გაუმკლავდეს ისე რომ არაფერი არ მიიღოს ხო ხდები ყველა სხვადასხვა кейსი აქვს მე ვიყავი მისური და დამაინტერესა ყველა სხვადასხვა кейსი აქვს და ნახე უკვე შეეგუა იმას რომ აი სადღაც მუშაობ სამსახურში რა ისეთი პონტი აქვს აიგე რომ ანუ რა ხანახან წამოაძახებენ ხოლმე ძველ ამბებს და ანუ მაინც გული გწყდება იმიტომ რომ ვინც ძალიან არ არის ჩახედული მაგ ამბავში და არ იცის რას ნიშნავს ის გამოიარა რაც მან გამოიარა მაინც ვერ ანუ შენ შეიძლება აუხსნა მაშინ რაღაც ფილმი უნდა გადაიღო ხო ხდები რაღაც Requiem for a Dream ან Candy ან რაღაცა სადაც ხატულად მიიტან ვიღაცის გულამდე მაგას მაგრამ ეგეც გავა ერთი დღე შეიძლება საერთოდ არ ახსოვდეს ამიტომ ხო ანუ ერთის და მეორეს ისეთი შემთხვევაა რომ არტისტიც ეხა რომ მუშაობს რას გადის რომ იქ ოჯახში და აბა რაღაცას მიხედე კაცო ესეც ხო არ შეიძლება გავიგე რომ კარგია ანუ ეს დიალოგები სად ხო რო არ დავნებდე აი სად იყო ზღვარზე იყო ეხა ყოა ხო შეიძლება და შენ გეთქვა რომ აუ გეხოცები რა ანუ არ გაიყიდება როგორ დაიწყო ეს უარი რო გეთქვა როგორ ამერიკაში ზაღად იქნებოდა ბიჭო ტიტადას ხო დაიტოვებ 8 წლის აი ლაშას ხელა პიტბული ყავს რა კვლელი დაწერია კვლელი ტიტანი ქვია ძაღლს და მაგის დატოვებას თავაზობს და მეთქი სად მიდიხარ შეჩემე ტიტანას რომ მიტოვებ და ამერიკაში რომ მეუბნება არა ვაფშე მე მგონი მაგიტო გამოვიდა რომ ტიტანა არ დარჩი დაგიხმარები ყველაფერში ოღონ ტიტანა არ დამიტოვა ნო ეგ მართლა ერთ ნაბიჯია რომ არ ქნა ანუ რო არ გააკეთო გაცილებით მარტივია ანუ აი გაცილებით მარტივია ვიდრე რომ გააკეთო რა თუნდაც ზურიკო თუნდაც ნიკი ბევრი ანუ არტისტები
ეს არ არის ცხოვრება რა, რაც კინოშია, რაც წარმოუდგენიათ, რომ რეპერები სულ მუშაობენ და მაგარი მანქანები დადიან, არ არის ეგრე რა. ეგ ხო გარედან არის ეგრე. მუსიკა ეს ხო მუსიკაა, ხო შენ ხო მაგარი უნდა იყოს ეს ერთი მზად უნდა იყოს მენტალურად რა ამოგდის პირიდან აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა გქონდეს პასუხი ერთია და მეორეა თუ არ მოეწონებათ ეს პასუხი შენ მერე შესაბამისად უნდა იმოქმედო ამაზე პლუს ამას ეს იყოს ხელოვნება ეს ხო არ არის just ჩვენ სიყვარულზე მღერი ვარ და გაზაფხული რა კაია და ვარდისფერი რა ლამაზი ფერია ეს ამაზე ხო არ აკეთებენ ეს ხო სხვა ხელოვნება რომ შენ ერთი რომ თქვა მნიშვნელოვანი რამე მეორე რომ ამაზე პასუხისმგებელი იყო და მესამე ეს ყველაფერი იმ ფორმით ქნა რომ ვაფშე რო კიდია შენი სათქმელი იმასაც რომ მოაწონე იმის ყველამდეც რომ მივიდეს და პლუს ამას კიდე საკუთარ ოჯახს არ მოაკლო საჭმელი და სასმელი ხო წარმოგიდგენე რას მუშაობენ ეს ბიჭები რა ვიღაცას მართლა სხვა რამე გონია რთული და სინამდვილეში ხო რა არა თან ხო ჩვენთან რა იქ სხვა ქვეყანაში ძალიან ბევრი შრომები მაგრამ იქ სხვა თემა სხვა გამოწვევებია თორე როცა ხდებიან უკვე არტისტები რომლებიც არიან ტიპები რომლებიც იციან ხალხმა და ცნობადი ტიპები ჩდებიან აი მე ეგ ყველაფერი რას იძახი იქ დედას სახლი უყიდა მამას სახლი უყიდა იქ მანქანები დაურიგა საძმაკაცოს რაღაცა ქრუყავს თავისი ხვდები გეტოებიდან წამოსულ ტიპს და ჩვენთან რომ გახდეთ ცნობადი და როგორ წარმატებული ტიპი ხარ ანუ მაინც ძალიან დიდ გამოწვევებთან გაქვს საქმე რა ამიტომ არის რთული თან აი რას მე სამწუხაროდ ესე ახლოს არ ვიცი რას გრძნობენ სხვა არტისტები რა არა ქართველი არტისტები მაგრამ ვიცი ქართველები რას გრძნობენ რა ამერიკავს ერთ საღამოს და რაღაცა ტრეკს მასმენინებს რა ჩაგიგდებო ტრექსო რა და ძალიან თესლ ტრეკი არისო რა და იქედან მესმის ტაჰას მამის ხმა რომ ბუძი მოუკვდით ციცილით ისეთი მაგარი ტრეკია ანუ ხო ხდები ის რომ ტაჰაც მაგარი რატო არიცი იმიტომ რომ იტყვის რომ ეს უნდა ვქნა მისი ოჯახი ბოლომდე მის გვერდით დგას რა მოსკა ხო მოსკა რატომ მიყვარს იცი ერთხელ ავდივარ მოსკასთან სახლში რა და კაი გემრიელი მეგრული ოჯახი ყავს რა და რა არის ამის დედა რა თუ იგინება მამამისი რა და ბიჭი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი რომ ვიფიქრე ეგრევე ის რომ ამის რეპერობა მტვინი მოხდა რა მეთქი ამაზე კაჩაობს რა და თურმე რაზე კაჩაობს იცი რომ სტუდიას უწყობს სახლში და რაღაცა კარადა ვერ გამოაგარით რა და აუ ისე გამეხარდა ეს ხო გავიცანე მოსკა არის მოსკა ჯუნიორი ის არის ნამდვილი მოსკა რა მამამისი რო გავიცანი ეს კაცი მივხვდი რომ ანუ აი ეს ბიჭი იმიტომ არის ასეთი კარგი რომ მამამისი ბოლომდე უდგას გვერდში რომ მამამისი ეუბნება რომ თუ მუსიკის კეთება გინდა აკეთე თუ ბეთლაობა გინდა იბეთლავე ოღონ ყველაფერი გააკეთე ღირსეულად მაგას ეუბნება ტაჰასაც მამა ეგრეა გაზრდილი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თუ შენ ჰიპ-ჰოპით ვერ ინახავ ოჯახს დაუშვათ რა მინიმუმ ის მაინც უნდა ქნას შენმა ოჯახმა რომ ხელი არ შეგიშალოს ამაში და ამ ბიჭებს ხელს უშლიან კი არა პირიქით ასაფართებენ პირიქით გვერდში უდგანან რა როგორც საჭიროა ხო ეხლა ბანის და მოსკას ივენცე მართლა ბუძი მიყვარს სიგიჟემდე რა ტაჰას მამა არის აი რა ვიცი ჩვენი ყველას ძმაკაცია რა რო გვიჭირს მივდივართ ბუძისთან ტაჰას უდესპატივისება მიყვარს სიგიჟემდე ჩემი ოჯახის წევრია კაც მაგაზე არ მომხ მაგრამ ბუძი ის მამა ხანაირად მიყვარს რა ბიძა არის რა ჩვენი ბიძა OG ხო OG-ია ნამდვილი რა ბიჭო ძალიან რთული ღამე მქონდაო და უნდა წავიდეო რა ტაჰა მეუბნება მოსკას და ბანის ბეთლს წავიდა და ბოსის ხედავს სცენაზე ბაუნსობს რა ეგ მაგრად კიდე იცი რატო არის ძალიან მაგრად იმიტომ რომ თითოეული ეგეთი ისტორია და თითოეული ადამიანი რომელიც ჰიპ-ჰოპ არტისტი რომელიც წარმატებას ახსევს მიუხედავად იმ გამოწვევებისა რომელიც მაინც რჩება და აქ იგივე ტაჰა ავიღოთ ხო იგივე რა ბანი ავიღოთ ხო ნებისმიერი რა ანუ რა პელე რა რამდენი ანუ თითოეული ეგ ტიპი არის მაგალითი იმისი რომ მე ბავშვს უფრო
თამამად შეუულია მშობელთან მივიდეს, რომ აი მე რო ამას ვაკეთებ, აი ძმაო ტიპებმა ამას მიაღწიეს და რატომაც არა და მშობელსაც ხო ხვდები უკვე განცდა არა აქ, რომ აი ჰაერში იქნება და რაღაცა 10 კაც 20, ანუ მარტო თავის ჰობად არ აღიქოს, ანუ დაინახავს, რომ ამითი შეუულია რეალიზდეს. და ნებისმიერი წარმატებული ტიპი არის мотиваტორი ბავშვისთვისაც და რაღაც პონჩი მშობლისთვისაც გასათვალისწინებელი, რომ ბავშვი უფრო თამამია, იმიტომ რომ აი ხა მე მქონდა ეგ გამოწვევა, რომ ფეხბურთს რო თამაშობდი, ჩემებს არ უნდოდათ. და რო არ უნდოდათ, სუ იგრძნობოდა ეგ. აი სუ იგრძნობოდა ეგ და ნებისმიერი წარუმატებლობა როცა იყო, მეუნებოდნენ, რომ აი ხო გეუნებოდით, ხო როცა ყველაზე მეტად გჭირდება, რომ მაგ დროს რაღაცნაირად გვერდში და გასაგებია, რომ იმათ ეშინოდათ, რომ ისეთი დროა, რომ არ ფასდებოდათ, რაღაცა ეგეთი, მაგრამ რთულია რა, მოკლედ სახლიდან თუ მოდის ეგ ხარდაჭერა, ნუ რა გითხრა რა, ჩათვალე, რომ აი თაგაკ უკან რა და უფრო ისე ხარ, ყველაფერზე ისახება მე. აბა რა, ანუ მშობლების სუპორტი არის მომენტი, რომ შეიძლება დანებდე, რომ შენ საქმეს არ აქვს შესაბამისი დაფასება, მაგრამ რო იცი რომ ჰიპ-ჰოპს აკეთებ, რასაც არ უნდა აკეთებ ცხოვრებაში, შენ უკან ოჯახი დგას, უფრო ნაკლებად ხარ მიდრეკილი დანებებისკენ, რა ვიღარ ნებდები. იმიტომ რომ მამა შენმა შენში ინვესტიცია ჩადო, რომ შენ თქვი რომ ეს გინდა, მამამ დედამ თქვა რომ მიდი რა, თუ გინდა, კენ და მე ვეღარ ნებდები, იმიტომ რომ ეს შენი არჩევანია, ამის წინააღმდეგი არ ყოფილან შენი მშობლები, შენი ოჯახი და დანებების უფლება თავისთავად გააქვს, მაგრამ არ დანებდები. აჰა, ეს ქნა ჩემი აზრით, იმიტომაც არის ეგეთი მაგარი. იმიტომაც ამაყობს თვითონაც მისი ოჯახიც, ჩვენც ყველა აბსოლუტურად, რომ პორტუგალიას რო უგებ და სასტავი გამოდის გასახდელიდან ინტერვიუს მისაცემად, ბეჭზე აქვს გადებული დინამიკი და მთელი ნაკრები მღერის ჩვენ აქ ვართ და მე მარკას უდევს ეს ვიდეო, იცი რომ თუ დაუშვათ იქ ლოჩოშვილმა რონალდუს თავში წამოვარტყა თუ რაღაცა 10-ია 3%, 5% მაინც არის შენი ნამღერი რა, რომ აქ ვარ და დაზგიტირებთ ბიჭო. რონალდუ კი რა ვინც გინდა ის იყავი რა. ხო, ანუ ეგ ჩვენ ეგ ვაბედნიერებს, ეგ იმხელა ენერგია იყო, ვერ წარმოიდგენ პროსტა. რომ აქ რო საბერძნეთს მოუგეთ ჩვენ ფინალი და მანამდე მიმონი ლუქსემბურგს ნახევარფინალი, მაგ პერიოდში ჩვენ მქონდა ტაჰა მოსკას ფინალი და ბიჭები იყვნენ აქ შეკრებაზე და დიმა ნებიერძე სხვა შორის თუ დაპატიჟებთ იმას პოდკასტში ძალიან გაგისწორდება. დიმა არის კომუნიკატორი ქართული ფეხბურთის და დანარჩენი საქართველოსი და ბევრი ინფორმაციას ფლობს. და დიმა იყო ამ შემთხვევაშიც რა ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, ამ შემთხვევაშიც იყო კომუნიკატორი. დიმა გვირეკავდა და ნაკრების ბიჭები ხვალ თამაში აქვს ლუქსემბურგთან. და ჩვენ გვებაზრებია რომ ბიჭო, აჰა მოიგოთ მოსკა, მოიგო მართლა ეხა თქვით. თამაშის წინ რომ სააბაზანოში ან ვარჯიშის მერე რომ ხმამაღლა არის ჩართული და ის ხვდები ამას რომ ეს იმ სპორტს ეხმარები შენი სპორტულობით რა, ეს სპორტია, ხომ და მოუგო იმას. ხომ და უთხრა მე ამიტომ არ მაგარი, შენ ამიტომ ხარ ცუდი. მე გადიხარ მოედანზე და просто ფიზიკურად აკეთებ ამას. ამტკიცებ რომ შენ მაგარი ხარ და ის სუსტია რა. ეს ქნეს ბიჭებმა და მგონია რომ ცოტათი არის ჩვენი დამსახურება ამით და სულ ამაყოფ ამით რა. კი, აუცილებლად. ბიჭო, შენ ძალიან ბევრ რაღაცაში გაქვს თავინაცადი რა. ანუ ბექგრაუნდშიც გიმუშავია და ეხაც მაგას აკეთებ, რომ აი კადრის მიღმა ხარ და თქვი კიდევაც რომ ანუ როგორც მაყურებელი უყურებ ფეთლებს ხოლმე და მანამდე პროცესში ხარ და გამართული გინდა იყოს ყველაფერი. ტელევიზიაში ნამუშევარ ხარ, მე ხა არც ვიცოდი მაგალითად რომ ნანუკას პროდიუსერი იყავი, მაგრამ ამავე დროს ციცაკებსაც აკეთებდი, რომელიც მე უკვე მთავარზეც გადიოდა, მაგრამ მანამდე YouTube channel-ზე გადიოდა, სადაც შენ იყავი რა ფრონტმენი, ანუ რა ციცაკების წამყვანი იყო. ანუ თავი გიცდია კამერებთანაც, კამერის გარეშეც, ნიკას ჩვენი საერთო მეგობარია გრიგოლია, ანუ ეგეთ ტიპებთანაც აქტიურად ურთიერთობ, იცნობ ძალიან ბევრი იმორის, შენ თვითონაც გამოცდილება გაქვს, ანუ ძალიან ბევრ რაღაცაში ხარ უნდა. შენთვის ყველაზე კომფორტული ზონა რომელია? ანუ რის იკეთებაა და ხო, ანუ აი რომელში უფრო საინტერესო და აზარტულად გრძნობდი თავს? აი როგორ აგიხსნა რა. მე ვარ მერწყული. ოპა, შემიცოლის მერწყული. ხო და სულ ლაშა შენც მერწყული ხარ? ისე შემომხედეში, ჩემი რა ვიცი. ხო, მე ვარ მერწყული. რაღაც პონჩი ხანდახან ამას მაგას ვაბრალებ ხოლმე რა. რომ ძალიან მიყვარს, რომ ვიღებ სიახლეს რა. მარტივად ვითვისებ მაგას რა. გონზე არ ვიყავი
რომ წიწაკები შეიძლებოდა მეჭამა ან მეკეთებინა, მაგრამ კაკიკებში ძებ რომ მითხრა რომ სპორტსმენებთან შეგიძლია რომ ინსაიდებში ჩახვიდეო, მეთქი რავი ყველაფერს შევჭამ. ანუ წიწაკას კი არა, აი ვაფშე ყველაფერს, პროსტა არის ხანდახან მომენტი, რომ იმას არ ეკითხება არავინ სპორტსმენს, რაც მე მაინტერესებს და მქონდა მაგის შანსი. ტელევიზიაში მუშაობა იყო, რომ რაღაც არ იყო ისე მე რომ მინდოდა და შეიძლება და ყოფილიყო უკეთესი. და თუ მომწონს ტელევიზიის პონჩი რო უყურებდი, ხო რა რაღაცა შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო რა და თუ მექნებოდა შანსი რომ ეს გამომესწორებინა. ანუ ჩემი პროფესია, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, არ დამთავრებია. ვინ დაამთავრეთ უნივერსიტეტები? მეც. თქვენ ყველამ დაამთავრეთ უნივერსიტეტი? მე ფილოლოგი ვარ. მაურა, მაგრები ხართ, პროსტა მე არ დამთავრებია. მე ფილოლოგი ვარ, მაგრამ ფეხბურთელი ვიყავი და ვიწერდნენ როგორც TSU სტუდენტი შეჩემა. პროფესიით არ მუშაობ. ნუ მუშაობს, შენ მუშაობ პროფესიით, აკაკი არ მუშაობს პროფესიით. ხო და აი მე ვსწავლობდი ფილოლოგი ვარ შეჩემა. ქართულის ფილოლოგი და მასწავლებელი. ფეხბურთელი ვიყავი. 35 სკოლაში უნდა იყო ქართულის მასწავლებელი. ეგარი ორივე გაერთიანდება. ხო და ან მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში. შოთასთან და აჩისთან მივიდე და უნავთხოვო რომ თქვენთან სკოლაში ვიქნები მეთქი და ვასწავლი. ანუ როგორც მინიმუმ აჩის პაროდიებით მაინც შევალ ხოლმე ბავშვებს გავახალისე. მე რა სამოდი შეგაწყვეტილი ბოდი. ვსწავლობდი მასობრივ კომუნიკაციას. ვერ ჩავწვდი ამ მასობრივ კომუნიკაციას რა იყო, მაგრამ იყო ნიუანსები, რომელიც მომწონდა, ვსწავლობდი, ვიღებდი, მოდიოდა ჩემამდე. საერთოდ TSU-მ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს სანაცნობოზე, საკომუნიკაციო წრეზე. მაგან მომცა დიდი ალბათობით ეგ ფუში, რომ მე ჩემი თავი მეცადა სივრცეებში, პროდაქშენებში მართლა განათების ჯერ განათების ჩათიდან ამომღებადაც მუშაობდი. მე ამ განათების დამდგმელად, მე ამ განათების გამსწორებლადაც. ანუ ყველა წერტილში მიმუშავია პროდაქშენში, მონტაჟიდან დაწყებული, მონტაჟი ვაფშე წიწაკების დროს ვისწავლე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში არ მყავდა მონტაჟი და დავჯექი მე თვითონ. პროდიუსინგიც მანდ ვისწავლე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში პროდიუსერი არ მყავდა და მე ვჩალიჩობდი სტუმარზე, როგორ კითხვებიდან ყოფილიყო ამაზე რა? ხო რა ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას. მე მგონია რომ რადგან მერწყული ვარ და მიყვარს მრავალფეროვანი გამოცდები საკუთარი თავის მიმართ, მაგის დამსახურება კომფორტულად ვარ ალბათ ახლა ძალიან კომფორტულად ვარ, იმიტომ რომ flow არის საზოგადოება, რომელიც მიზანს ემსახურება, აი კონკრეტულ მიზანს რა. ეს მიზანი არის არა რაღაცა X ნიშნულამდე მისვლა, კომერციული გამარჯვება, ფულის შოვნა ან რამე, უფრო დიდი მიზანია. რომ ჩვენ კონდეს ლეიბლი, ეს ლეიბლი აერთიანებდეს არტისტებს, ეს არტისტები აერთიანებდეს დიდ საზოგადოებას და ამ საზოგადოებაში ვიცხოვროთ ჩვენ. ეგ არის მიზანი და ეს რაც თავად ეს იყოს ჯანსაღი რა, ანუ არ მოვიტყოთ არაფერი რა. აუი, მაგ თემაზე გამახსენდა. ძველი და ჩავლილი ამბავია, ბანის და ვისი იყო კაცო ის ნიკისლოუ. ბანი და ნიკისლოუს ამბავი. შენ მაშინ საკმაოდ ნაწყენი რა, ყოველ შემთხვევაში ისეთი სტატუსი გეწერა, რომ ანუ ძალიან გაბრაზებულიყავი ადამიანებზე, რომლებსაც ქონათ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ბანის რაუნდები მაშინ ხო გახსოვს, ანუ ჩაკორექტირდა, ანუ ეგ ეხა ჩაკორექტირდა რა ამოიჭრა. ამოიჭრა კაცო, ჩაკორექტირდა რა, ანუ ფაქტურად დამონტაჟდა რა. მაგრამ მაშინ ამაზე იმდენი მსჯელობა იყო, ეხა თავიდან ბოლომდე მაგას ვერ გავივლით, მაგრამ მე შენგან დანახული ეგ სიტუაცია მაინტერესებს, ამიტომ გეკითხები რა, იმიტომ რომ მაშინაც მე შევეხე, რაღაცებში არ გეთანხმები, მაგრამ მეორეს მხრივ ისეთი კომენტარებიც ვნახე, რომ ნუ მეც მეწყინებოდა, იმიტომ რომ არის კრიტიკა, მაგრამ არის ფორმაც, ხო? თქვათ, როდესაც რაღაცა ფორმაც დება და უკვე შეურაცხყოფელია ან რაღაცა, ნუ გასაგებია რომ ადამიანს რეალურად გაგიტყდება. რა ხდებოდა მაშინ? და ის სტატუსიც რო დაწერე, ანუ რა მოგცა ეგ ის რომ ანუ ესე რატო გაბრაზდა? არ მახსოვს მაგ სტატუსის შინაარსი, მაგრამ მაგ მომენტში ყველაზე მეტად გაბრაზებული ვიყავი, რომ იღებდნენ ამას ტელეფონით და დებდნენ TikTok-ზე. ანუ რაც ამოიჭრა ის დადეს? ამ მომენტშიც რაც ამოიჭრა, ანუ მაგის პრობლემაც არ მაქვს. ანუ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ რასაც ამოუჭრიდი, ამას ბანის ჩაწერილი ქონდეს ყველაფერი და ამას დადებდა. ეგ ვიცოდი. ეგ ვიცოდი 100%-ით, იმიტომ რომ მე რო დაურეკა და უთხარი უნდა ამოგიჭრა რაღაცები, მეთქი ისეთი რეაქცია მივიღე იქედან, რომ დარწმუნებული ისედაც ვიცოდი, მაგრამ მან უკვე დავწმუნდი ბანისგან, რომ ამასაც დადებდა, მაგრამ და როგორ დადებდა? ანუ მისიანი იღებდა კიდე ვინმე? არა, ჩაწერილი ქონდა ბანის.
ეგ რა თავისთან ქონდა ჩაწერილი. შენ ამბობ სანამ ბეთლი იქნებოდა მანამდე ამოიღებდა, ხო? მანამდე ეგ იყო ჩაწერილი და მაგას დადებდა, მაგრამ მე ყველაზე მეტად გამაღიზიანა იმან, რომ ტელეფონით იღებენ და დებენ. ანუ ეს ამ მომენტშიც არც დისკლეიმერი შველის, არც დაცვა, არც შიში, არც თხოვნა, არაფერი ამას ამ სპოილერს არ შველის რა. და რო დაატოვებინო ხალხს. ტელეფონი როგორ დავაკრა. გიორუსი ეძახის რომ დავაკრათო ისაო სტიკერი. ხო, ან ეგრე. რაღაც მექანიზმი რა. ანუ უნდა მივიდეთ შეგნებამდე, რომ არ გადაიღო. ანუ რეალურად მე ყველაზე მეტად გაბრაზებული ვიყავი, ვინც იღებდა და დებდა. და ეგ შეიფუთა, რომ თითქოს ამოჭრილი რაუნდები რო დადეს, მაგაზე გავბრაზდი. სინამდვილეში მე გავბრაზდი, რომ უბრალოდ გადაიღეს და დადეს. რაც შეეხება ამოჭრას. ეხლა რომ მე და შენ ამ თემაზე ვლაპარაკობთ და ზოგადად ვინც ლაპარაკობს კიდე ამ თემაზე, ეგ მაგ თემის pushing-ი არის. მე იქ ისეთი რამე ამოვჭერ და ამას საკუთარ პასუხისმგებლობას ვაწერ, რომ ეგ მე ჩემი ინიციატივა იყო რომ ამომიღო. ხო და რა იყო მთავარი მიზეზი მაგის? კარჩა არ მოსულა რა, ეგ რა ტიპს უთხრა კი არა. ვაფშე რო თქვა, ეგ არ მოსულა რა. ანუ ბანი ამას ატარებს ძალიან მარტივად. ეხა იქ ამბობს რომ მოსკას ეუბნება, ალბათ ეს დაიდება, ბეთლი რო დაიდება, მე რედი მოსკას ეუბნება რომ შენ ხარ გიგა ხვალ დაიდება? ხო. ის როდის იდება? ბეთლი დაიდება პარასკევს. ოკეი, მე მოსკას ეუბნება რომ შენ ხარ გიგა კვეთნაძის ფულის საკეთებელი მანქანა. რა სიძახი. მე დარწმუნებული ვარ რომ დედას მომიტყნავენ ეს რო თქვა ბანი მაგის გამო. მაგრამ ამას ბანი უთხრა მოსკას. ხო, მაგრამ კომენტარებში აიღო ამბობი. ეს არის ხალხი გადაგივლის თემაში. ხო და მე მაგაზე ზავარ კაცო. მე ჩემზე ამბობს გიორუსიაზე ამბობს, კოაზე ამბობს, ქუთელაზე ამბობს. სიობანი პროსტა. არტურაზე ამბობს. გვერდზე რო დგანა სასტავი და აი ესე. ხო, ეგ კიდია, ბიჭო, ჩემზე. მაგ ეკიდოს მაო ექსპერტოა. ჩემზე რო ამბობს, ანუ ეხა ეგ თან მითხრა კაც წინასწარ რომ მე ამას ვამბობ. ხო, აბა რა უნდა. ხო და მეთქი კიდია შეჩემა თქო რა, მაგ ისიც კიდია რომ გადამივლის ხალხი თქო რა, ეგ მაგრამ კიდია თქო მე. პროსტა რა არ მოსულა, იცი? რასაც რაც ჩვენ ოჯახებს რამაც ატკნა ჩვენ ოჯახებს. ეგ არ მოსულა რა. ნიკის კი არ უთხრა, ანუ ყველას უთხრა იმ მომენტში, ვინც დაჩაგრა სისტემამ და კაროჩე, ანუ არ მოსულა ეგ რა. არ მინდა რომ ჩემ არხზე მაგაზე აპელირება იყოს რა. ამას ვინც გაიგებს, ვინც ვერ გაიგებს, მაგინოს არ მაქვს არანაირი პრეტენზია რა. ანუ მაინც ხო ჩემ ტალღაზე არ არის რა. ეგ ხო ისე, აი მაგიტომ უფრო აი შენ რაღაცები არის გასარკვევი ხომე, ამიტომ სხვანაირად. აი შეხედე, როდესაც თუ ტიპს ამის უფლება აქვს, მასე რატომ ამბობ, იცი რომ აი შენთვის ხო ეგ არის, შენ ადგილი რომ აი არ მოსულა. ეს იყო ჩვენი შეცდომა, ჩვენ სულ ვისმენდით ბეთლამდე ვერსებს. არავისთვის არაფერი არც ამოგვიღი, არც გვითქვამს. შეიძლება იყო მომენტი, რომ აი ძალიან უხეშად ჟღერს ეგ სიტყვა და იქნება აი მარტო იმას კი არ აყენებს შეურაცხყოფას, სხვასაც აყენებს შეურაცხყოფას და გაითვალისწინე. იყო მედმოსეს შემთხვევაში რაღაცა ქონდა იქ ისეთი ნათქვამი, რომ შევარბილოთ რა, შეარბილა. ანუ ეს არტისტის გადაწყვეტილებაში კი არ ვერევით. Flow არის ორგანიზაცია, რომელიც რაღაცა კონკრეტულ სივრცეს იცავს და მინდა რომ ეგ სივრცე იყოს სულდაცული რა. ანუ არ მინდა რომ გადავაბიჯოთ. ეხლა მაგალითად Young Mike-მა კი მოყვა მე პოდკასტში ეს, მაგრამ აი დაუნი რო თქვა, იმიტომ დაუნი და ხო, რა თქვა მაგაზე? ეგ არ მომისმენია. აუ ჩემ ბავშვობაში დაუნს იყენებდნენ მასწავლებლები ჩვენ მიმართო და იმ ნიშნით არ გამომიყენებიო რა ისე. ხო, აი მაგალითად ეგ გაგვეპარა. მოვისმინეთ. და გაგვეპარა რა, ვერ მივაქციეთ ყურადღება. თორე ვეტყობთ უეჭველი Youngs რო ეს უხერხულია. ხო, არა, უხერხულია არა, ბიჭო. რაღაც, კაი, გააგზელე და მე ბანის მიმართებაშიც ვეტყოდით ბანის აუცილებლად, რომ ანუ მაგას რო ახსენებ რა, ანუ ეგ ძალიან უხერხულია, აი ზეგ არჩევნები ამ თემას ახსენებ, ანუ რაღაცა ძალიან, აი თითქოს არის თემით მანიპულირება. მე გაბრაზებული თქვი ბანიზე რომ აი მორალი თქვა ეს სიტყვა როგორ ვაფრიალე და მე ვიცოდი რომ ამას ბანი ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდა და ღირსიც ვიქნებოდი ამას რომ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდა, მაგრამ მაგ მომენტში რასაც აბრალებენ რომ ნიკი გითხრა რომ ამოგვეჭრა ეს. ნიკი ძალიან გულნადგენი იყო, მაგას მეც და ნიკი მეუბნებოდა რომ დატოვეო ბიჭო, მაგასო ხალხი რას უზამსო იციო მაგის გამო.
და ღირსიც იქნებაო და მეთქი ანუ ბანის ხალხი რო უზამს რამეს ეგეც გაწუხებს ეგეც მაწუხებს აბარა ეგ რო არ მაწუხებდეს ბანი ხო ოპა იჩერება არა ეგეც მუღამია იმიტომ რომ ბანი მე მგონია რომ ჩვენიანია შეიძლება გაუბრაზდეთ რაღაცები თქვა პოდკასტში ისეთ ოკეი მაგრამ ბანია ჩვენიანი მაგიტომაც დგას PvP-ზე მაგიტომაც თუ გაუჭირდება მაგის გვერდით ვიქნებით და მაგიტომაც Santa Familia ხო რა ანუ ჩვენ შეიძლება გაუბრაზდეთ ერთმანეთზე პელეც გაბრაზებულა flow-ზე და Young-იც გაბრაზებულა flow-ზე და ბევრი გაბრაზებულა flow-ზე მაგრამ ანუ არ მოსულა ეგ ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი რომ ვიღაცა წავიდეს და ვიღაცა გაბრაზდეს და გააჯვას ვთქვათ რა ანუ არა და მიდიოდა ბაზარი ალტერნატიული ლიგის შექმნაზე მე ვიყავი თან და პელესგან დიდას კეფიცები მე კი წამოაძახა Young-მა იქ ბეთლის დროს რომ წამოაძახებ და ნებისმიერ რამეს წამოაძახებ და Young-ი 1000 თემას შეეხო და ალბათ მაგიტომაც მოიგო ეს ჩემი სუბიექტური აზრია მე ცოტა ხო სხვანაირად უყურებ მაგრამ მაგაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგრამ უფრო ალბათ მაგიტომაც ხო ეგ სუბიექტური მიდგომაა ეხა ხო თორე ჩემიც არსებობს დღე და მომენტი როცა მე პელე ვნახე შევთავაზე საიფერს ვაკეთებდი საიფერში მონაწილეობა და მანდ ვუთხარი რომ მეთქი ბრო თუ აკეთებ ალტერნატიულ არხს და ალტერნატიულ ბეთლ პლატფორმას რა ვეცდები რომ მოგეხმარო იმიტომ რომ უეჭველი მჭირდება ვიღაცას შევეჯიბრო მე თვითონ ანუ ჩვენ ვართ flow და სიამოვნებით მეყოლებოდა ჯანსაღი კონკურენტი აი ბოროტი ვიღაცა დამპარკიერ რომ მატენის ნახალკებს ეგეთი კი არა ანუ ჯანსაღი კონკურენტი რა ის თავის პლატფორმას უბერავდეს მე ჩემსაც უბერავდე და დავაი შევეჯიბროთ რა ის გააკეთებს რაღაცას მე ზაგატოვკა მქონდეს რომ მოვიფიქრო კიდე უფრო მაგარი რაღაცა გავაკეთო ის გააძრობს დრონს დავაი დედას ვუტირო მე გავაძრო დრონზე ჩამოვიდო 360 პირობითად ვამბობ რა ის გააძრობს იმას რა ქვია ავტოტიუნ ბეთლს მე რაღაცა უფრო მაგარი მოვიფიქრო ჩამოვიყვანო ვიღაცა უცხოელი. ხო ხვდები ეს ეხა უამრავი გეგმაა და ამ გეგმას რა ამ უღამს რა ვადა აქვს რაღაცა გრძელი ვადა აქვს და გავაკეთოთ 1 წელიწად, 2 წელიწად, 3 წელიწადში. ვიღაცა რომ ყავდეს კონკურენტი რომელიც შემიტევს ამ ზეგვე გავაკეთებთ. ხო ხვდები უფრო მეტად ვიგრძნობდი რომ მე შეჯიბრში ვარ რა. ეხა არავის არ ვეჯიბრები. საკუთარ თავს ვეჯიბრები და ნუ ეგ არ მწამს ბოლომდე რა მაგის რომ ეგ საერთოდ ეგრე უნდა იყოს ანუ შენ თავთან უნდა ქონდეს პირველ რიგში თამასა რა ნახე ანუ მაგაზეც რო ჩემი აზრი თქვა ანუ რეალურად რაც მოხდა ერთი ჭიქა წყალის საშუალება თუ არის კიდე მე მაგაზე ნახე აქ იყო ჩემთან იყო რა ქვია ნიკისლოუს იყო ბანიც ხო ნიკისლოუ ძალიან გულნატკენი იყო ბანი ძალიან გულნატკენი იყო ანუ ორივე სხვადასხვა მიზეზებით იყვნენ ძალიან გატეხილები ეხა მაინც საბოლოო დასკვნა იქამდე მე კოაც იყო ანუ დასკვნა ჩვენი იყო ის რომ რეალურად ხო ანუ მეც ესე უყურებ რომ ეს უნდა იყოს პროსტა გამოცდილება რომ მომავალში ეგეთი სიტუაციები არ შეიქმნეს ხო იმიტომ რომ აი მაგალითად NM-ზეც რო ახსენე რა ანუ რაღაცები უნდა იყოს წინასწარ ნათქვამი ხელი თუ ჩამოვართვით და თუ ამბობთ რომ ამას აღარ ვიტყვით იქ რა მაშინ მეც ვერ გები მაგ რეალობას რომ ბეთლზე ეგ არ ითქმება აი მაგალითად წინასწარ შევთანხმდით და გეტყვი რომ აი ეს არის ჩემ ცოლზე არ მოსულა რა თუ გაწყობს ვიბეთლაო ძმაო დალში რაც გინდა შეეხე რომელ თემასაც გინდა შეეხე უბრალოდ ნუ შეეხები შვილებს და თქვა ცოლს ხო ნუ ეგეთი ტიპი ვარ ვიღაცა შეიძლება ეგეც ეკიდოს რა ხო ხვდები ანუ არ იღებდეს ეხლა პირად შეურაცხყოფას და უბრალოდ როგორც სკილებში ისე გითვლიდეს იმიტომ რომ ბეთლ რეპია მე ყველანაირ სისუსტეს ვცდილობ გამოვიყენო ფსიქოლოგიურად შეგეხო არა მარტო ბეთლ რეპში კალათბურჩიც კი ფეხბურჩიც კი ყოველთვის ცდილობენ მოწინააღმდეგები რომ ანუ ტრეშ თოკინგით აი ხო სპორტია რა და არ არის ბეთლ რეპი მაგრამ ტრეშ თოკინგით გაგანადგუროს რომ პლეიოფი მოვიდა ისეთ რამეს გეტყვი და ისეთ რამეს წამოგაცახებ ხანდახან ჩუმად ხანდახან პირდაპირ რომ შენ გაფუჭდე რა და მე ნერვები მოგეშალოს და გაგაძეონ რა ვიღაცისთვის ეგეც მიუღებელია რომ თუ მოგება მოუგე ძმაო მაშინ თამაშით რა და ნუაძევები რომ ვიღაცა გეტყვის რომ თამაშის ნაწილია ეს ამიტომ მე მაგას უყურებ ესე რომ მე მესმის ბანისაც და მესმის ნიკისლოუსიც ხო ხვდები? მესმის სადღაც შენიც, მაგრამ ისეთი თემაა, რომ ნახე, მე თუ მაგალითად მოვდივარ ბეთლზე. ნიკისლოუმ რას თქვა? მაგაშიც ლოგიკაა, რომ იცი რას უზავენ მაგის გამო და შენიც მესმის, რომ უზავენ და უქნან, ანუ ხო ხვდები, ანუ სადღაც შეიძლება მაგაზეც მე მგონია რომ რაღაც თვალსაზრისით მეც ვარ პასუხისმგებელი ამაზე. რატო იცი? აი მარტივ მაგალითს გეტყვი, ეგ მაგას ხო გაიგებს მაინც ხალხიო, რაც თქვაო, ბანი. მე გაიგებს ჩემი არხიდან არა. ანუ ეგ იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემ არხზე ეს არ ყოფილიყო პროსტო. ხო, ხვდები, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელიც ჩვენი დანაშაულია, შესაბამისი აგრესია, შეტევა ჩვენ მივიღეთ.
თუ დასჯა არის დავისაჯეთ ვიღაცებმა unsubscribe გააკეთეს არხზე და ოკეი, ეგეც არ არის პრობლემა. ვიღაცები ივენთებზე აღარ დადიან, ვიღაცებმა გვაგინეს, მივიღეთ. ანუ შეცდომა, ჩვენი შეცდომა იყო, ეგ რომ ჩვენ არ მოვისმინეთ წინასწარ ბანი და ნიკი. განაის რომ ამოვჭერეთ. მაგრამ ეგეც გამოცდილებაა რა. ეგეც გამოცდილებაა თავისთავად რა. კულტურის ნაწილია, სადღაც ეხლა გავმაზეთ ეგრე თითქოს ვენდეთ არტისტებს რა. თორე მე ხო გეუბნები ბანი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი არის. ანუ ნიკისლოუ მომწონს, მომწონს ყველაზე მეტად ნიკისლოუში მომწონს ის რომ ქარიზმა, ვილანი აიღო თავის თავზე რომ გამხდარიყო ვილანი, თქვა ეგეთი პერსონაჟიც საჭიროა და თან კიდე გარდა მაგისა, ანუ ძალიან კარგი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური არტისტი არა, როდესაც flow ისეთი აქვს, რომ იცოდე იამაიკურ სტილში რო გადადის და ხო ხდები არაპროგნოზირებადი გადასვლები აქვს რა და აი ჯაი ლამანა რაღაცას ჩაახოს, ანუ სუცვლის ტემპს ცვლის, flow ცვლის, არაპროგნოზირებადი ეხა რას გააძროს, არ იცი ეხა რას გააძროს, თავისი ეხა ჟანრი კი აქვს და თავისი რაღაცა flow კი აქვს, მაგრამ იქაც სულ იმპროვიზირებს რა. ბანი მეოსება, იმიტომ რომ აი სუბთა წყლის battle rapper-ი, აი იმის იქით აღარ არსებობს რა, ხო ხდები, ანუ ბანის აი თან ემინემიც უყვარს, რომელიც ასევე battle MC იყო და ყოველთვის battle MC-ები გარკვეული რისკის ქვეშ დგანან, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყანაშიც, რომ შეიძლება გაილახონ. შეიძლება ვიღაცას აწყენინონ, ვიღაცას ისეთები უთქვათ, კაცო, იქ შენი ამოტყობით მაგაცი რომ ეხა იბრიდება და ხო ზეგრო უნდა მოკვდეს და შენც გადაყვები, იმიტომ რაღაც სიგიჟე ხო ხდები და ვიღაცებს, ერთი-ორი მოუკლიათ, ხო ხდები, ანუ რა, თვითონ ძალიან სახიფათო ზონაა და ამ სახიფათო ზონაში თუ ტიპი ნებაყოფლობით შედის და გეუბნება რომ შენ რატო დარდო კაცო მე რას მიზავე მე ვარ battle MC მე რო სულ ამას შევეწირო მე როგორც battle MC შევეწირები ამას ანუ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება რა მორჩა დამთავრდა მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ნებისმიერი რაღაცა ომი მოვიგო ვარ თუ არა ეგეთი ტიპი არა თორე ვიქნებოდი ალბათ battle MC ჩემთვის მაინც სხვა თაობიდან მოვდივარ კიდე სხვანაირად უყურებ რაღაცებს მინდა არ მინდა ხო ხდები ტვინი შეიძლება გაუგო ყველას და მეც ეგრე უყურებდი რაღაც ამბავში მაგრამ მე თვითონ გამიჭირდება რა აი ხა მაგალითს გეტყვი Facebook-ზე არასდროს პირად შეურატ აი რომ ვიღაცას ვაგინო და რაღაცა რომ გინდა პოლიტიკოსი იყოს გინდა რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდი ანუ არ შემილია რატო გითხრა იმიტომ რომ ტიპი რომ ნანახი არ მყავს და პირში თუ არ შემილია უთხრა მიჭირს ხვდები განა არ მაქვს კაცო უფლება ხო ჩემი Facebook-ია ჩემი პირადი სივრცეა რასაც მინდა ვიტყვი ან თქვათ რომელიმე მოქალაქეზე რომელსაც არ ვეთანხმები ანუ სულ ის მომენტი მაქვს რომ მე თუ ეს ტიპი შემხვდა მე იქ პირისპიროც უნდა ველაპარაკო გესმის და ისე არ უნდა მოხდეს რომ Facebook-ზე ერთი ვიბაზრო და რომ შეხვდები იქ უთხარ რომ აუ არა თმაო რა მოხდა Facebook-იას ვერ ვეტყვი მე რა მოხდა ეხა გადავაკეთო და ზადნი ვიცე და ისე მაგას მირჩევნია რომ ან არ თქვა ხო იმიტომ რომ რაღაც ან არა და თმაში ბოლომდე უნდა მიაწვე და შეიძლება გაილახო კიდევ ან ზად უნდა იყო მაგისთვის მაგრამ რახან იმ თაობიდან მოვდივარ მე არ ვარ შეჩვეული ვირტუალურ საქმის გარჩევას ანუ შეჩვეული ვარ იმას რომ ადამიანთან გაახარა თვალ-თვალში უყრი ებაზრები თუ დასაცხომია დაცხებ თუ ბოდიშია მოსახდელი ბოდიშს მოიხდი ხო ხდები მოსულა ეგ ყველაფერი მაგრამ აი მაგ პონჩი მე მიჭირს მაგრამ მე ვარ კაცო ვიღაცა და ბანია ბანის აი ეს სითავხედე ძალიან მიყვარს ოღონდ რა თქმა უნდა გეთანხმები რომ მანდაც არსებობს ალბათ წითელი ხაზები ხა მაგალითად მე რომ ეხებოდეს ეგ ამბავი კიდე სხვანაირად შევხედავდი ანუ ძალიან სუბიექტურია ყველა ადამიანი მაგაში რაღაცა თუ შენ გეხება ის ტრაგედია რაც სხვა ადამიანებს დაემართათ ხო იმათვის სხვანაირად სენსიტიური თემა და შენთვის სხვანაირი თემაა ხო ხდები ამიტომ შენი რეაგირება ამაზე სხვანაირი იქნება თქვა მე ადამიანის ვისაც საერთოდ არც მოსწრებია მაგას ან უბრალოდ არ ქონია შეხებან მის ოჯახს არ ქონია გამოწვევა და ვიღაცისთვის სხვანაირი ამიტომ ეგ ისეთი თემაა რომ აი სულ სუბიექტურობაში ხარ და PvP ალბათ უნდა გააკეთოს რომ რაღაცა უნდა დადგინდეს რომ აი წინას რა პრევენცია მოხდეს ეგეთი რამის რომ მე რეაგირება კი არ იყოს უკვე პროსტა პრევენცია იყოს რომ MC-მაც იცოდ ერთმა MC-მაც იცის რაზე იქნება ბაზარი მეორე MC-მაც იცის რაზე იქნება ბაზარი და თუ თანხდებით რომ ბრძოლა წესების გარეშეა უნდა იყოს ბრძოლა წესების გარეშე თუ ამბობთ რომ ამაზე ყვითელია და მე ამაზე წითელია მაშინ უნდა იყოს ყვითელი და უნდა იყოს წითელი ხვდები დასვამ LA Young Mike-ის ბეთლი რო იყო მეორე ბეთლი მერიკის საბოლოო ჯამში კიდე სხვანაირად გადაითარგმნა ეს პელეს პოდკასტი რაც იყო იქიდან გამომდინარე ნუ პოხუე არ მაინტერესებს რა იქ ჩემ მიზანი იქ დაიწყო და იქ დამთავრდა რა სადაც ვიდეო იწყება სადაც თავდება ეს ვიდეო რა ჩვენ საერთო მეგობარი არ დავასახელებს სახელდაგვარს ეგ წერდა რომ თქვენ ხართო საქართველოში ერთადერთი პლატფორმაა რომელიცო თავისუფლებას აძლევს ტიპებს და მე გამისწორდა ეგ რო ეგ მითხრეს იმიტომ რომ ჩვენ წარსული თლად ეგეთი არ ყოფილა ამ ამოჭრების გამო მაგრამ ბანი ამ ბეთლზე მოსკასთან ბეთლზე ამით იფლექსა ამოჭრებით გამოიყენა სასიკეთოდ ეს
ოკეი, მოსულა. და აბა რა უნდა ქნას თო? ეს, აი კიდე ერთხელ ძალიან კონკრეტულად ვამბობ რა. MC-ია და. აბა რა. თავის უპირატესობას მაგრად ვიცინეთ, ადგილას დაგაჭერს. როცა მოვისმენთ, მაგრად ვიცინეთ, აი მაგრად ვიცინეთ რა მაგაზე. რომ აი ეს უნდა გექნა ზუსტად. ანუ საუკეთესო შემთხვევაში ამას იზამდი და ეს არის ეგ საუკეთესო შემთხვევა რა, რაც ქენი. ანუ ვამბობ, რომ ჩემ მიმართ, გიოს მიმართ, flows მიმართ არ გვაქვს არანაირი პრეტენზია. თუ გონია რომ ტიპს უნდა დაგვაჯვას რაღაცის გამო, ოკეი, დაგვაჯვას. ამის ამოჭრაზე ეს არ თქვა ბიჭო ჩვენზე. ეგეთ მაგაზე ვაფშე არ გვაქვს რეაქცია. იმიტომ რომ ვიცით რომ ეგ არის თავისუფალი პლატფორმა, მაგრამ ამ თავისუფალი პლატფორმის მიღმა ამ უпростоრად ამ თავისუფალი პლატფორმიდან თუ ტკივილს აყენებ ვინმეს. ნიკის ან მე ან შენ ოპონენტს კი არა. ხალხს ანუ ეს ხო იგივე არ შეიძლება ეხა ითქვას რომ მაგალითად პელემ რაც უთხრა Young Mike's ძალიან ბევრი რამე ისეთი უთხრა რომელიც შეიძლება ბევრმა ისეთმა ადამიანმა მიიღოს თავის თავზე რა რომელიც თქვათ რაღაცა აი მაგალითად რასაც Young-ს ეუბნება იგივე პოლიტიკური ნიშნით შენ გაგბანის რაუნდები მოსმენილი ბანის რაც მოიჭრა არა რაღაცები მაქვს მოსმენილი იმიტომ რომ თვითონ ბანი მას ჩამირთო მოსმენინა ანუ მე ვარ ვიცი უბრალოდ რამდენად ყველაფერი მაქვს მოსმენილი რაც მოვისმინე ხო ბრუტალია ძალიან აი ძალიან მაგრამ კიდევ ერთხელ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე მე რა მიმაჩნია სწორი რა უნდა ექნა ბანის მე ვამბობ რისი უფლება აქვს ბანის და რისი არა აქვს უფლება ხო და მე ვამბობ რომ ეგ ჩვენი შეცდომა იყო ეგ რომ მაგაზე ჩვენი შეცდომა იყო ის რომ მაგაზე არ მივუთითეთ თავის დროზე არ მოვისმინეთ და ამას ვაღიარებ და ვამბობ რომ ამ შესაძლებელად მივიღეთ ეგ თემა უკვე საკაიფოდ გაანალიზებულია და მე მიხარია რომ რაღაცნაირად საბოლოოდ ეს ყველაფერი იმითია რომ ნიკის ლოუციკ არის ბანიციკ არის და ესეც ნახე რა არის მნიშვნელოვანი ეგეთი რაღაცეების ზრდის თემას ნახე გამოცდილებასაც და მე რაღაცნაირად თითქოს თუ ეს ანუ რაღაცა თქვა კრიზისი ყოველთვის არის ხოლმე საშუალება რომ რაღაცა კიდე ახალი დაიბადოს და ამის იმედი მაქვს რა იმიტომ რომ ეგ უკვე პოზიტიური ნაწილი არის ამ ყველაფრის რა თვითონ თემა და თვითონ ბეთლერები და ანუ ისეთი რამეა რომ ადვილი თემა ანუ ყველა თითოეულ MC-ს ჩემგან აი უდიდესი რესპექტი რასაც რა ფსიქოლოგიურ წნეხსაც ეგენუძლებენ საღო. მე უბრალოდ ვამბობ, რომ აი არიან ჯემიაზი ტიპები, რომლებიც აი ზოდიაქოთილამის რო ბეთლემსიები არიან, აი ეგ არის ბანი. რომელიც სხვათა შორის არის, რომ ანუ აი კილერია რა, ანუ არ აინტერეს, ანუ მორჩა აი ტიპი რაღაცა იმაზეა, რომ აი ტელევიზორის ძველებური გადართვის ღილაკი რო იყო. მე რაღაც პონჩი გადის, დგება, გადართავს და აი თითქოს სხვა ტიპი იშეთება რა. მე შეიძლება ბანი ეგრე არ ფიქრობდეს. მაგრამ მე ვფიქრობ რაღაც პანჩი რომ ამ გამოცდილებამ ბანიზეც მაგრად იმოქმედა, იმიტომ რომ დაუშვათ თუ ბანის აიდოლი არის პელე არის იდეალური ბეწვის ხიძე სიარულის. პელე მის იდეალურად როგორ გაიაროს ბეწვის ხიძე. როგორ უთრას Young Mike's ორჯერ ისეთი რა, რომ ცოტა გაკლდეს ზიზღამდე რა. მე ვფიქრობ რომ ბანისთვის ეგ იყო გამოცდილება რომ ეგ ბეწვის ხიდის კეთილ მხარეს გადაიხაროს და არა ბოროტ მხარეს რა იაროს ისე როგორც დადის პელე რა ოკეი ნუ ეგ შენი წარმოდგენით შენ ფიქრობ რომ ეგრეა ხო თვითონ როგორ წავა აი ნახოთ მე მგონია რომ ნახე თვითონ როგორ წავა ეხა ბეთლი დაიდება და ნახავ რომ ბანის მაგ ბეწვის ხიდზე დადის იდეალურად რა ჩემი აზრით ოკეი, აი ძალიან საინტერესოა. ხო გეუბნები, მოვედით და ერთი რაც გავიგეთ, მე და ვაკაჭი ვიყავით მოსულები. წარმოიდგინე, ანუ გიო რუსიამ ხო მოგცა ბილეთები რა, წავედით ბიჭო, ვარ ამას ანის დედის დაბადების დღეა, ჩემი მეუღლის და იქ ვარ, ვაზის უბანში ვარ ბავშვებთან იმასთან და რო ჩამიგდო ბილეთები, ანუ ვეღარ დავაორგანიზეს, რომ მომესწრო რა, იქ ბავშვი წამოვიდა, იქ დაჯერ დაიწინოს, ისი არ მოდის, არ იცმევს, რაღაცა წავედი ბაგებში, ბაგებიდან წამოვედით იქ და ვაკაჭიც მოვიდა, რომ მეთქი ახლა ერთად ვიწყოთ პროექტს და 53 წლის წამომეთქი განახო იქით რა ხდება. ძალიან გაუსწორდა იქაურო. ანუ რომ მივედი დასრულებული იყო თემა. თუ ხალხი ლაპარაკობს ამაზე, თუნდაც ნეგატიურ ჭრილში, რომ ბიჭო რატო ამეჭრეს ამათმა? ბანი მაგარია. ნიკი დაიჩაგრა. მე ვფიქრობ, რომ ვამართლებ უკვე რა, რაც მინდოდა იმას, რომ ამაზე ხალხი ლაპარაკობს რა. ხო, ნუ ეგ კიდე ისეთი თემაა, თქვა რა გამოიწვია ამან, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდე მე მესმის იმ ტიპების, რომლებიც აი უყურებენ და თქვა აი უსამართლობის განცდა გაუჩნდათ, მე მათიც მესმის და შენიც მესმის რა, იმიტომ რომ მე ხო ხა შიგნიდან ხა თან ხო გიცნობ რა ტიპი ხარ.
ანუ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ ხვდები, ანუ მუდმივად მიმართული ხარ, რომ ვიღაცას რაღაცა სიამოვნო გაუკეთო, ან გულით, სულით, ანუ ეხა ეგ არ ყოფილა რაღაცა მარტო ბიზნეს, ანუ ტიპიც ეგეთი ხარ. შენ რო ეხა ვაფშე სხვა ტიპი იყო და აი მიდი მიაწექი ტიპი რო იყო ბოლომდე ეგეთ რაღაცებს, რომ აი მე რა მოხდა, მე ანუ მანამდე რო ეგ შემემჩნია და უცებ ეგეთი რამე გექნა, ხო, მაგაზე სხვანაირი ეჭვი გამიჩნდებოდა კიდე რომ ვა გიგა ვაფშე სხვა ტიპია და ეხა ეგეთ ტექსტებს რატო წერს. მაგრამ ცხოვრებაშიც რო გიცნობ რა ტიპი ხარ და უფრო აი მიმართული პოზიტივისკენ აქედან გამომდინარე მე არ მიკვირს მაგრამ ყველა ხო არ გიცნობს ისე როგორც მე გიცნობს ამიტომ გვერდიდან კიდე სხვანაირად შეიძლება რომ ვიღაცისთვის გამოჩნდეს რომელიც უბრალოდ აი ფანია რა პროექტის და შეიძლება ბანიევასება და უცებ რაღაც პრინციპი არ გაუსწორდა რომ რატო რა ხო ხდები ამიტომ იმისიც მესმის მაგრამ კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა რომ flow-ს უკვე საკმაოდ დიდი ისტორია აქვს მაინც გზა და გზა ყოველთვის იჩიტება პატარ-პატარა რაღაცა ეკლები რაღაცა მომენტები გესმის და ეგეც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მაგ ისტორიით ეხა ვიღაცა ვინც ეხა დამწყები MC-ია უკვე იცის ეგ მოცემულობა რომ მოხდა უკვე მოხდა ხვდები ამაზე დიდი ლაპარაკი შედგა რა და დიდ მასშტაბებში თუ შევხვდებით რა ბანზაკ ეს ლაინია ერთი სული მაგროდის დაიდება ხო და აი საინტერესო იქნება მაგის განხილვას და ბანიც მოსოს ანუ ბანი კიდევ ერთხელ ნახე აი პელე რო იყო აქ ერთ რამეს მინდა შევეხო პელე რო იყო აქ აი თითქოს კიდე ბოლომდე ისე ვერ იბაზრა რაც მე რეიბაზრა იქ იმიტომ რომ ჩვენ რო საუბარი გქონდა რაღაცნაირად კი შეეხო იმას რომ თითქოს როგორ გითხრა ანუ მისი ეს პირველი რაუნდი რაც გახდა მე რომ ყველგან Facebook-ზე გაშერდა საერთოდ ანუ ვინ ანუ არ ყოფილაო ესო პოლიტიკური პონტიო ანუ ეს სხვა რაღაცა იყო და თქვა აი თითქოს რაღაცა ხინჯად ქონდა რაღაცა აწუხებს რა ადამიანს გზნობ რომ თითქოს ვიღაცებმა ხოცებს დაარტყა პირდაპირ ხო და არა პოლიტიკურ პონტში არ იყოს რას გულისხმობ იცი რომ ანუ მოტივი იყო იანგის დამარცხება და ეს მხოლოდ საშუალება თორე რა მე ანუ ცოტა ვერ მივხვდი ანუ მე ეხა აქ კიდევ ერთხელ ჩვენ ბევრ თემაზე ვიბაზრეთ მაგრამ მაგას ისი არ შეხები აი იქ როგორც შეეხო იმ პოდკასტზე სადაც იყო მისული ხო იქ როგორც შეეხო ანუ იქ ცოტა ვერ მივხვდი და მაგიტომ ამბობ რა რომ ანუ ისეთი შთაბეჭდილება გამისდა რომ თითქოს აი იმ პოდკასტში აქ გარშე კიდევ ერთხელ არ შემჩნევია შეიძლება ჩემ ბრალია და უფრო მწვავე კითხვები და დამესვა მაგრამ იქ რაც დავინახე, ეხაც თავს ვარიდებ, იმიტომ რომ როგორი პონტიც ეხა კაცი ჩემთან იყო და ამაზე ისე არ გავშალეთ და ეხა აღარ არის და ამაზე გავშალო არ მინდა. მაგრამ მარტო იმიტომ ვამბობ ამას, რომ სხვაგან რო ვნახე სხვა პოდკასტში, იქ უფრო სხვანაირად, ანუ ისე იბაზრა. უფრო მეტად შეეხო ამ თემას და აქედან გამომდინარე მაინტერესებს, რომ ესე რატო აწუხებს ეგ. რომ აი თითქოს მე და ის მაინც მები ვართ, აი რაღაცას თითქოს ამტკიცებს, რომ იცი რა არის თუ გონიათო რომ მეო მაგათ მოვაგებინებო, არჩევნებსო თუ რაღაცა ეგეთი და მე ვარც, აუ შეიძლება მე არ შემხვედრე და ვიღაცებმა მართლაც უდად გამოიყენეს ეგ რაღაცა, მაგრამ მე რაც ვნახე ვიღაცა ტიპებმა, ხო, რა თქმა უნდა, ალბათ კი არა უმრავლესობა იქნებოდა, ალბათ უფრო ოპოზიციურად განწყობილი ტიპი, ხო, ნაწილი ვაფშე ისეთი იყო, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არც პოზიცია, არც ოპოზიცია, როგორც skills-ზე იკაიფა, რომ აი რა მაგრა შეუტია, ხო ხდები? ხო და აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ შენ რო ამბობ მაგას რომელიც კიდე ბევრი ადამიანის შეიძლება სათქმელია ანუ ხო იანგთან დაკავშირებით კი არა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნუ რა თქმა უნდა რომ ეხა დადებს და სად არის პრობლემა მაგას ვერ ხვდები რა ანუ პელესი ერთი რაც გავიგე აქ რაზეც გქონდა საუბარი ეგეთი რამე თქვა რომ ოკეი დაინტერესდი დაინახე ეს ამბავი პირველი რაუნდი მოისმინე მაშინ მოდი უფრო თემაში მეტად გაღრმავდი მაგრამ ყველას ვერ მოთხოვ magas ანუ რა რომ აი ხა ეს ნახა და ეხა მოდი ჩემ როლზე ნახე ისეთი ადამიანების გაზიარებული ეხა არ ვიტყვი სახელებს და გვარებს რომ თურმეთი ლაპარაკობდნენ თურმე არსებობს პროექტი თურმე ესენი რეპერები არიან თურმე ამას აკეთებენ და ბიჭო იაგო ხუჭია სედო თამარას ედო ჩერკოლიშვილი ხო ისეთ სასტას თამარას ეწერა ისო რა ქვიაო ეს თუ გევასებათო რა ვიციო ძმაო რას გვაკლებინებთო ჩვენ ერთმანეთსო პოლიტიკოსებსო თუ რაღაცა ანუ ამ ფორმატში გადავალთო რა და მე ჩემი ოცნება რა სიძახი ბიჭო მაგას იცი როგორი სიამოვნებით ნახავდი რომ პოლიტიკოსებმა მაგ ფორმის ფონზე რო ერთმანეთს ედებატონ და ერთმანეთს გაუტრაკონ პიზდე ალბათ იყოს აკაპელა 10 წლის მერე ეგ იქნება ან აკაპელა იყოს ხო მაგრამ მაინც რითში იქნება რა და იქ ხალხი ერთი პოლიტიკოსი რამის იქ და რაღაცა არა ძალიან მაგარი სანახაობა იქნება ბოლო ალბათ ეგ იქნება ალბათ 30-40 მე ვაღიარებ რომ ცოტა გამაღიზიანა ამან რომ აი ჩვენ ბეთლში გონია რომ ჩვენ პელეს პირველ რაუნდზე მნიშვნელოვანი რაღაცები გავაკეთეთ ზოგადად და მაგაზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება და გაამახვილეს ამაზე ყურადღება პელეს პირველ რაუნდზე რა ხალხმა რომელიც აქამდე საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას და თითქოს
ანუ შენ კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ და flow ზოგადად სად დგას რა ჩვენი ივენთები ყოფილა ისეთი რომ ერთი რომ მონოჰოლი არის იმ ტერიტორიაზე და გადაგვიდია იმის გამო რომ ხო ხალხი და არ მოსულა ეხლა გადაგვიდია იმის გამო რომ ჩვენ ვიდექით იქ რა და გადაგვიდია იმის გამო რომ დაუჭერიათ ჩვენი არტისტები და არ გადაგვიდია და გვითქვამს რომ დავაი გავიდეთ აქედან აქციაზე, იმიტომ რომ რა უკრაინის მხარდასაჭერი იყო, რუსული კანონის იყო, მაკოგომურის თემა იყო, რა იყო, ანუ ხო, რა მოკლედ ეგ სივრცე არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვაინტერესებს ჩვენი არტისტების პოლიტიკური დამოკიდებულებები. თუ ის ამას ეუბნება და ეს ამას ეუბნება, ოკეია რა, მაინც რაღაც პონჩი ჩვენ მეუბნებით არტისტებს რომ ეცადეთ პოლიტიკური სახელების, პარტიების, მიმართულებების თქმისგან თავი შეიკავოთ რა, იმიტომ რომ ეს ოკეი, შეიძლება გინდა რომ ეს თქვა, მაგრამ ნუ თქვა, მაგრამ როგორც თქვა, ხო ხტები რა ის დუში, არ ვიცი, ეგრე თქვა რა. თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ. ეგრეც მოხდა რა, რომ პელემ ჯერ თქვა ეს ყველაფერი ვიღაცებს გული მოფხანა, მერე თქვა რომ რა ვიცი, ბეთლი იყო და ვაჯირა ტიპს რა. და თურმე ბეთლი ყოფილა ხალხო ეს მართლა ამას კი არ ფიქრობს ეს და მერე გადაუარეს მაგის გამო რა. ხო, ნახე, არა, მანდ მე მგონია ცოტა სხვა რამე მოხდა. ნახე, ეგ კი არ იყო მარტო რომ ანუ თურმე ბეთლი ყოფილა და გულით არ უქნია. თუ ეგ ვინმე თქვა ეგ არის, ნუ სიდებილის პიკი. ანუ მართლა ვიძახ. ანუ ეგ სისულელია, იმიტომ რომ რას ნიშნავს? ანუ მარტო ბეთლი ყოფილა, თქვათ ბეთლი იყო. ანუ ადამიანი ამბობს, რომ ხო, აი ბეთლის პონჩი მოუნახე სუსტი ადგილები, ხო, ეხლა მაგიტომ ამბობ, ანუ შიგნით უნდა იყო კულტურაში. მოუნახე სუსტი ადგილები და იმ ადგილებში დავარტყი. ესე არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს რასაც ვამბობ, მე ეგრე ვფიქრობ. მე შეიძლება ეგრე გავიგო მაშინ ნათქვამი. მე ეგრე არ მგონია რომ მართლა ძალიან ადუში იყო ის პირველი რაუნდი და მაგიტომაც გამოვიდა ეგეთი ეგ რო არ ყოფილიყო გულით ნალაპარაკე მაშინ ეგეთი არ გამოვიდა ყოველ შემთხვევაში გვერდიდან ეგრე ჩანს ჩემი საყვარელი მეორე რაუნდია პელესი რა არის ხო ეგეც ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი იყო და ნახე რა იცის ეხა ტიპმა ანუ ნახე როგორ ადამიანებმა როგორ მიიღეს იცი ეგ რო შენ გულით თქვი მაგრამ ეხლა ვერ ამბობ მაგას და თითქოს რაღაც ისე ბაზრობ რომ არაფერი კაცო ეგ ყველაფერი უბრალოდ ბეთლი იყო და მეტი არაფერი ანუ ვერ იჯერებენ იმიტომ რომ იმდენად ან კიდევ ერთხელ რაღაცა იმ სახიობური ისერთვება პელეს ანუ როგორც არტისტია კაცი და რაზეა ლაპარაკი და უცებ ისე დამაჯერებლად აკეთებს რომ ნუ ვერ უშვებენ რა რომ ეს შეიძლება გულით არ იყოს პელე იმიტომ არის ეგეთი მაგარი რომ მაგას შვება ხო არტისტია კიდევ ერთხელ არტისტობის ნაწილი და ბეთლემსი როცა ხარ არის რომ შენ რასაც ამ ყოველთვის კი არ ფიქრობ შენ პროსტა იმას ткენ რა საერთოდ შეიძლება არ ფიქრობდე მაგრამ იმ მომენტში ეგრეა საჭირო. ამიტომ ეგ არგუმენტიც მესმის მე, მაგრამ ყველას ვერ მოთხოვ ეგრე შიგნიდან იცოდეს თემა. და ასევე კიდე ის მომენტია, რომ ადამიანებმა ჩათვალეს მოცემულობიდან გამომდინარე, როგორი მოცემულობაც არის, სრულიად ლოგიკურია, რომ იფიქრონ, ან ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ვა, რაღაცა წნეხი ხო არ გაიჩნდა ტიპზე, ან საკუთარ თავთან, ან სხვისგან, რის შედეგადაც ცდილობს გაანეიტრალოს სიტუაცია. ხო ხტები? ანუ ლოგიკური დასკვნა არ ნიშნავს ეგ რომ ეგრეა, მაგრამ ვიღაცას თუ ეგეთი ეჭვი გაუჩნდება, მოსულა რა, მისი აზრია, მისი თემა და ასე შემდეგ. მე ყოველ შემთხვევაში იანგი ყოლესტომ რა? იანგი ყოლესტომ. იაგო? იანგი კი. ხო იცნობ რა? კი, როგორ არ ვიცნობ. ხო, რა საყვარელი კაცია პროსტა. იანგი არის ჩემი რა. აი რა საყვარელი 15 წელია. აი რა საყვარელი კაცია, როგორ გზნობა და როგორ შეიძლება ყლება უთხრა და იმან დაიკიდოს. ანუ ვაფშე სხვანაირი ტიპი არის რა. იცი, გვიცინი, აი ძალიან ძმაი, იანგი, აი ძალიან მიყვარს. შეიძლება რაღაცებზე ჩვენ გვიგამათია კიდევაც თქვა რა, არა მარტო ამ რეალობაზე, ამერიკის რეალობაში რაღაცებში ძალიან თანხდებით. იქაც და აქაც. მაგრამ არის რაღაც საკითხები, მაგრამ ეხა ეგ ისეთი თემაა რა, ანუ იანგია მე ვარ ვიღაცა კაცო იმას თავისი აზრი აქვს, მე იანგს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგას არც არასდროს არ დავმალობ, ანუ ჯერ ყველაფერს თავი გავანებოთ, ძალიან დიდი ემოციური კავშირი მაქვს ტიპთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ იანგი იყო ძალიან პატარა, როცა ამიკორო იყო ქათქილი. ახსოვს შენ ქათქილი იყო, რა დროს გიყვები ხა იქ, ქათქილი იყო დაპატიჟებული, ყვითელს რო ქონა გადაცემა პირველ ახსე. კედელი, შეჩემა. ანუ რა დროს გეუნები რა, ბეთლ რეპი და ის. და ქათქილი მიდის იქ და ფრისტაილი გააკეთა ეგეთი რომ
ჟურნალისტი კი არა და ვინც იყო და ეტყოდა A და არა MC ის აიუნებოდა Young-ი წაიყვანა რომ შენო ერთად გავაკეთოთ და შენო თქვიო 100 და მე იმ 100-ზეო მე რაღაცა დაიწყეო A B C ხო A wanna travel to B you wanna travel C wanna Cypress Hill რაღაცა ან პირობითად და ანუ ერთად გააკეთეს და ეს იყო პირველი მე მგონი როგორც ვიცი ანუ Young-ის ეგეთი თემა და ანუ როცა ხედავ რომ ადამიანი აი პატარაობიდან ესეთი შეყვარებულია იმ კულტურაზე და გიждდება თან ძალიან კარგად რებავს ინგლისურადაც მე ერთხელ კიდე ასულები ვიყავით ვიღაც ამერიკელი ტიპშები იყვნენ შავკანიან გოგოსთან ვიყავით ასულები აი იქაც რაღაც ის ჩართო მონიტორზე კარაოკეს პონჩი იქაც ანუ ტიპი თავიდან ბოლომდე არის ამ თემაზე შეყვარებული კაცი რა აქედან გამომდინარე მე ძალიან მიყვარს რაღაც თემებში კიდევ ერთხელ შეიძლება ვერ თან ხვდებოდეთ მაგრამ ადამიანურად და თან კიდე აი როგორც ჰიპ-ჰოპის დიდი მოყვარული და თან კიდე კაი კაცი მიყვარს ძალიან სასტიკი ბეთლემსი არის კიდე ჩემი აზრით Young-ი რას ლაპარაკობს მაგრამ Young-ს თავისი პეწია კიდე რა კი აი მე მგონია რომ პელეც ოკეი ტაჰაც ოკეი მაგრამ Young-ს და ბანის შეუძლია რომ ეზიზღებოდეს ხო და თან იცი რა მაგას იცი რა აქ Young-ს შემთვის ნათქვამი პირველი სეზონი, ანუ როცა გავიდა, სანამ გავიდოდა კოასთან ერთად, ჯერ არ იყო დაწყებული ეგ, ერთ-ერთი რაღაცა ისეთი ის იყო რა, რაღაც კაფე იყო, მეობა კი არა, მეობის იქით მეობას ჩაცდებოდი, კიდე მარცხნივ რაღაცა იყო, ერთად უცხოელები იყვნენ და იქ ვიყავით და კოა გაიჩნდა და აი მანდ მიდიოდა მსჯელობა, რომ ამას აპირებდნენ მითხრეს და აუ მეთქი რა მაგარია და ძალიან გაასწორებს, რომ მაშინ ბეთლებს უსმენდი ოღონ ამერიკის რა და მეთქი მიდი მეაწექით კაცო რა მღაზია ლაპარაკი რა და მანდ მეუნებოდა რომ აი როგორ მინდა ვიცი აი ოპონენტიო აი რომ გაიჩიტებაო აი შემილია რომ ყველაფერი მასზე გავიგო ფსიქოლოგიურად ეს უკნა ის უკნა და აი მართლა მშიერი იძახდა ამას რა მართლა მაგრა უყვარს სკილებიც აქვს მოდი აი უკვე ძალიან რო არ გაგვეწელოს ეხლა უბრალოდ შევეხოთ პელეს და Young-ის ბეთს როგორ კიდევ ერთხელ მე ვთქვი კიდევაც სტატუსის დავწერე რომ ჩემს მოიგო პელე მაგრამ არა იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მე უყურებ სხვანაირად, ანუ battle rap იმდენად მიყვარს, რომ ვერ მივცემ უფლებას, რომ რამე ნარატივმა ან თუნდაც ჩემსაც ემთხვეოდეს რაღაცა ნაწილში ან რაღაცა, რომ ტიპის სკილები დავაიგნორო. ანუ რომ დამენახო. ხო, რა, ხვდები, რომ აი იცი რატო, იმიტომ რომ არა. თუ შეიძლება ადამიანი რაღაცას ისეთ ამბობს, რასაც ვეთანხმები, მაგრამ ისეთი სკილებით ვერ თქვას, ბიტს ვერ აყვეს, ტექნიკურ ნაწილში ვერ იყოს გამართული, ანუ ძალიან პრიმიტიული იყოს, ხვდები და ასე შემდეგ. მაგრამ აი პელეში რაც გამისწორდა იყო ის რომ აი მეორე რაუნდი ასევე ცოტა ის არის underrated-ია, იმიტომ რომ პირველი ზეგავლენისგან ანუ ცოტა მეორე გადაიფარა და მე ვფიქრობ რომ თუ ვინმეს გაუჩნდა იმის შეგრძნება რომ პელე შეიძლება ეგეთი ანუ შეიძლება წააგო კიდევაც უფრო იმიტომ რომ პირველი რაუნდის მერე მისი ან პირველ რაუნდში მოხდა სინერგია მისი ხმის და ბიტის. მეორეშიც იყო ეგ, მაგრამ უკვე ცოტა სხვა ბიტი იყო და ისეთი არ იყო და ისეთი ეფექტური იყო და ისე დაიხარჯა ის ვინც უყურა პირველ რაუნდს, რომ მეორე რაუნდი ცოტა კონტრასტული გაიჩიტა იმ პონჩი, რომ ეგეთიც არ არის და როგორც ხდება ხოლმე რა, აი როგორც აი ასევე პელეს პირველმა რაუნდმა ჩაყლაპა Young-ის პირველი რაუნდის ბევრი ჩაყლაპა ხვდები და ეგ უკვე პელეს დამსახურება და თან პირველი რო დაიწყო საინტერესო იქნებოდა პელე რო მეორე ყოფილიყო რა იქნებოდა მაგრამ მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ხო ჩემი აზრით მოიგო პელე მაგრამ არა იმიტომ რომ ისი ბაზრაც არამედ როგორც გააკეთა ეს ყველაფერი ხო ანუ მე მაგასაც უფასებ და თან კიდე მგონია რომ გულით თქვა თუ ესე თქვა თუ როგორც MC თქვა თუ უბრალოდ რაღაცა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დამაჯერებელი იყო და აი სტაბილიზება ჰქონდა რომ ლამის ჰიტემაფივით რაღაც გააძრო უცებ იქვე რა რომ first oh fuck you bitch in the click აი ხო ხტები ან ეგ დუხი მოდია და რომ და თან ეს ის რო არის დიდი და მასიური რო არის როგორც მოძრაობდა და ეს კადრებიც ძალიან საკაიფოთ იყო ანუ მიუხედავად იმისა რომ განათებული იყო აი ეს კრუ და აი სიცოცხლე მოდიოდა ხტები აი დუხი მოდიოდა და აი ეს რეაქციებიც ჩანდა იქ ადამიანების ხო ხტები ბანი რო ხტუნაობდა იქ რო რაღაცა და ძალიან აი გეუბნები მე ერთხელ მოწიე რა და უყურებ და მეთქი აი შედევრია რა ბეთლი პელე კი არა თლიანი ბეთლი თავისი Young-ის ეს ყვავილის კეთებაც მისი ეს დიფენსი ანუ ძალიან კრეატიული ბეთლი იყო და მაგრამ გამისწორდა რა შემთთვის ეგ არის ზეიმი საუკეთესო ბეთლია საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესო ბეთლი ყოველ შემთხვევაში არის აი გადაღებული საოცარი არის აი გამოშტერდი ისეთი გადაღებულია აი ისე გამისწორდა იმიტომ რომ ნახე ისეთი აი შორიდანაც იდეალურად იყო იქ ახლოდანაც იდეალურად იყო ყველას რეაქციები იწვებოდა ანუ ქრუსას დავიწვებოდა ანუ ძალიან კარგია ძალიან აუ მე მადლობა მაგას მივიღებ მე რომ კომპლიმენტად მაგრამ უეჭველი თქვი და კიდე ვიტყვი სხვა თქვი ვიღაცა იმას იღებდა
ლოგს იღებდა და იქ თქვი და აქაც ვიტყვი რომ ეგ მარტო ჩვენი დამსახურება არ არის მონოჰოლმა ტექნიკურად უფრო გაასრულყოფილა გარემო და ეს და მაგან მოგცა რა შუქმა შუქის თამაშმა ძალიან დიდი მადლობა ტექნიკურ სასტავს აქედან მონოჰოლის ტექნიკურ სასტავს მაგრად მოგვეხმარნენ თვითონაც მაგრად უყვართ და გულით აკეთებენ მონოჰოლს უყვარს ძალიან თვითონ PvP და ეგ ეტყობა რა ანუ ვისთან ერთადაც ვაკეთებთ ეს კომპანიები იქნებიან თუ უბრალოდ ტიპები ყველას ძალიან უყვარს PvP და ყველას ძალიან უყვართ ჩვენ რა ალბათ ჩვენც კარგად ვიყენებთ ამას რა რომ ამ სიყვარულს ამ მხარდაჭერას რა ბოლომდე და მარტო ჩვენი დამსახურება უეჭველი არ არის ეგ რა ანუ კამერები იგივე გქონდა სასტავიც იგივე ვიყავით შემართება გქონდა განსხვავებული იმიტომ რომ პაუზა გქონდა დიდი ხანი და დაუბრუნდით გვინდა და მაგრა დაუბრუნებული ყავით ბევრი ვიმუშავეთ ამაზე და მონოჰოლი მაგრა დაგვეხმარა თუ ამბობ რომ უკეთესი კარტინკა იყო ბჭყალებში ვთქვათ მოდი ეს სლენგი დიდი ნაწილი მონოჰოლის დამსახურება არის ეს და მადლობა მონოჰოლს კიდე ბევრი ივენთი გვექნება ექსკლუზივს გეტყვი რა თუ არ შესაძლებელი ვინახავდი ამ ექსკლუზივს რა ბოლომდე არ გვაქვს ჯერ დადასტურებული მაგრამ სადღაც 80% დადასტურებული გვაქვს გროტასკის და ნიკისლოუს სეზონოფი იქნება ჩეხვა უეჭველი აი ორი კაცის აქამდე ხო ბიჭები მეთლავდნენ კაცები მეთლავდნენ რა ორი კაცის კიდე გვექნება მედმოსე და მუქთა ტოტო მედმოსეს სოფრო იყო ურსულად 8 თვის 9 თვის ურსულო იყო მედმოსეს რაუნდებს უსმენდა და ვღადაობდი რომ ბავშვი ზიზრო დაიბადება თქო იმენა დრაკონი ვინ გააღვიცა ეგრევე დაიბადება თქო და ტოტოს მე უსმენდი სულ მაგრამ მიყვარს ტოტოს კამისთან პირველი რაუნდი რა ეგ არის ჩემი საყვარელი პირველი რაუნდი მე არა ვარ ფრისტაილერი ფოზო ძალიან თესლობა ეგ მაგარი ბეთლი იქნება და მოლაპარაკებები აი თითქმის ფინალშია გასული აუ არ მინდა მოვლენებს გავასწრებ მაგრამ მაინც გეტყვი ვერ ვითმე ფიქრობთ რომ open air-ზე იქნება ეს ყველაფერი რა ეგ გავიგე და ძალიან გაასწორა საიდან გავიგე არ ვიცი მაგრამ ეხლა უნდა გავიხსენე საიდან გავიგე მაგრამ გამოვშტერდი ეგ რო გავიგე, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ინფოა. Yes, თან ეგრე იქნება, რომ სეზონი დაიწყება, გვექნება მეოთხე ფინალები, ნახევარფინალები, მერე ეს კოშმარი სეზონოფი. გამახსენდა საიდანაც გავიგე, მაგრამ არ ვიტყვი. მერე ეს კოშმარი სეზონოფი open air-ზე და მერე ფინალი რა, მოკლედ მაგარი გაზაფხული გვექნება რა. იმედია ვინდა არაფერი ხელს არ შეგვიშლის ამის გაკეთებაში, რომ კაი, და ბოლოსკენ ან რატომაც დავიწყე, ხა ცოტა გადავედი, მაგრამ ღირდა რატომ მოიგო შენი აზრით იანგმა? აი მე მაგალითად არ მინდა ხო უბრალოდ ჟიურის გიოს ველაპარაკე რუსიას ხვდები ისიც ეგრეთ თulis. მე მგონი, არ ვიცი. ხო, არა, მე მგონი რა ეგრეთ თulis. მაგრამ თავისი არგუმენტები მან თქვა, ჩემი არგუმენტები მე ვუთხარი, მაგრამ ანუ გიო არის უსაყვარლესი კაცი და ძალიან კარგად ერკვევა მესმის, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს, რატო ფიქრობ რომ მოიგო იანგმა? თუნდაც ხო, როგორც მაყურებლის შენ თქვი რომ ვისაც მოიგო იანგმა. რატო? ანუ ჟიურის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ჩემს სასტავს კი არ ვამართლებ, რომ იანგმა მოიგო იმის გამო, რომ პელეს უფრო ბეტი გრეხი გაუხსენა, უფრო მუსიკალურად, ჩემი აზრით. პელე ჰუკის გამო. პელე უტყამდა თემაზე, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. და იანგი ურტყამდა თემებზე, რომელიც მოხდა გუშინ წინ იმის წინ. თუნდაც ჭიასთან ლაივი, მერე ის ბოლო მესამე რაუნდში რო გააკეთა. აგერ ვიბაზრეთ მე და ჩემმა ძმამ გელამ. იანგს იუმორი აქვს ხა. ხო, იანგს აქვს ტოპი იუმორი. მე ხო რა, ჩემი აზრით თუ პირველი რაუნდი მოიგო პელე, მეორე და მესამე მოიგო იანგმა, ჩემი აზრით მე უფრო მეტად მევასება იანგის პირველი რაუნდი ვიდრე პელეს პირველი რაუნდი. მესმის ეს სულისკვეთება რა სულისკვეთებამაც პირველი რაუნდი პელეს, მაგრამ იანგის პირველი რაუნდი დაიჩაგრა ამის ფონზე. არასწორი ფელა, fake storyteller, სახელად გელა. ნახე, ძალიან კარგი ის იყო, ძალიან კარგი ჰუკი იყო. ეგ არ ეშლება სმეკმა ბიჩოპიცთან უკვე მისი ხელწერა გახდა, მაგრამ იყო ისეთი მომენტები, რომელიც მომეჩვენა, რომ ანუ იანგისთვის, იმიტომ რომ ზუსტად რო ვიცი, რომ ძალიან მაგარი MC-ია, მარტო იმ მომენტს არ ვამბობ, რაც შენ აღნიშნე დაუნთან მიმართებაში. ნახე, მომენტები ქონდა ისეთი, რომ აი განსწრაფო და რა.
აი გარეგნობაზე რომ აი რა გავხარ ამ ფეთხუმს YouTube-ლიგაც კი ვერ დააყენებს ფეხბურთელად თუ რაღაცა იხდები ანუ აზრს ვამბობ ხარ ითუშია და იგივე მაგალითად რომ აი უთხრა კიდევაც აი ნახე რა მნიშვნელოვანია პელემ სანამ პირველი რაუნდი მაგით დაასრულა რომ შენ ეხა იტყვი ამას და ეგ თქვა ყველაფერი მე რა თქმა უნდა მარტო ეგ არ ყოფილა მე შენ გელაპარაკები კაცობაზეო და შენ იმაზეო მე შენ ხო გიშლი ანუ მე შენ ანუ ფაქტიურად შენი personalities breakdown-ი გავაკეთე, ანუ ანალიზი გავაკეთე რა და შენ ეხაო მომადგებიო და ჩემ ფიზიკურ გარეგნობაზე და რაღაცებზე ილაპარაკებო რომ აი ეხა ფეხზე სუნი აქვს რომ სახეზე ეტყობა და ანუ კი უყურებ და შეიძლება ეგეც ჩასვათ იმის რაღაც, მაგრამ იმდენი ჩემთვის იმდენი არაფრის მომცემი ფრაზა იყო რომელიც გასაღებული იყო როგორც bars ხდები კი ამ ბარს ყველა ის ბარ ვერ იქნება ხო ხდები რაღაცეები არის რომელიც აშენებ მომენტუმს და მე ბრახ და ამ მომენტუმის აშენებაში მოსულა რომ ისეთი რაღაცეები თქვა რა ცოტა ხალასტო იტყუებივით არის მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამჭა რომ პელემ აი ეგეთი ეფექტური რაუნდის მერე კიდევ ერთხელ სადაც დუხი პლუს მისი flow და პლუს კიდე ბიტი ერთმანეთს შეერწყა გადაღებაზეც კიდე ერთხელ ვიძახი ანუ თლიანად გაერთიანდა ერთში ყველაფერი და უთხრა კიდევაც აი ემინემი რო აკეთებს 8 მაილში რომ რა ქვია ესო საკუთარ თავს რო აკრიტიკებს ესეთი ვარ კი ბატონო ტრეილერიდან მოვდივარ კი ბატონო თეთრი ვარ ესა ვარ და ეხა მიდი და უთხარი ხალხს ისეთი რამე რაც მათ არიციან ეს ეხა იქ თემა არ იყო ეხა იმიტომ რომ პელეს არ უთქვია საკუთარ თავზე რომ ესეთი ვარ და ეხა თუ რამე ახალს ეტყვი და იანგმა თქვა იქ ახალი რაღაცეები ანუ არასწორად არ იყო გაგებული რომ თითქოს მარტო ეგენი უთხრა კი არა მე ვარჩევ ეხა უბრალოდ რახან ორივეს კარგი პეთლი ქონდა და ორივეს კარგი რაუნდები ქონდა უკვე მიდიხარ სადამდე იცი დეტალებამდე ჩადიხარ რომ აი მან ჩემი აზრით რა იანგმა ნახე რაღაცები ისეთი თქვა რომელიც ნუ აი ზა რონალდო დონალდოსავით იყო ჩემთვის რა რო ხვდები აი ტილო პოლის ტილო თუ რაღაცა ხო ხვდები აი წინაზე რო გნახე გამხდარი იყავი და ეხლა ღიპი დაგედო რა გიქნა ოჯახურმა ცხოვრება აი პირობითად აი ამ დონის მიჯმები ჩემთვის არ არის რა საინტერესო ხვდები და მაგრამ აი პერფორმერია სერიოზული და როდესაც შეუულია რომ აი ეს რასახითაც საკეთებ და მაგასაც თავის მუღამი ქონდა რა კამერასთან როგორ ლაპარაკობს როგორ ხალიფიკია ძალიან აი პროფია იანგის თემა არის მანქანა ხო ხვდები ანუ ყველაფერი იცის ჰუკი როგორ გააკეთოს როგორ დავირუსო სპონტი როგორ ანუ ბაზარი არის მაგრამ გინდა გითხრა მაგარი ბედის ირონია აბა აქ თქვი კიდევაც ეგ და მე და ჩემაცოლმაც ეგ ვიბაზე ანი შევსვი ბეთლრებს ერთი სულიაკ როდის წამოვა ბავშვების დამტოვებას რომ ნახავ და ვეჭველი წამოვა და ივაჯისთან რო ქონდა ბეთლი იანგს ძალიან გაუსწორდა რა ეს ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშახა და რა ვიცი ყველას გაუსწორდა მე კიდე რაღაცებში ჩავახედე და ეგეთი რაღაცა დავასკვენით რომ ანუ რეალურად ივაჯი მოიგო იმიტომ რომ ტექნიკა ყველაფერი არა მარტო ტექნიკა ის რაღაცებიც იყო აი ძალიან ჩოტკად დალაგებულად და ისე ლამაზად გაკეთებული რაუნდი იყო ყველანაირად. ამ საოცარი სკილები აქვს, მაგრამ ისეთი ქარიზმა ვერ ქონდა როგორც იანგს და იანგმა მიუხედავად რომ ტექსტი დაავიწყდა, ტექნიკურად ისე ვერ იყო, მომზადებული აშკარად ისეთი ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაინც ხალხის პონჩი მოიგო. განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ იყო კულტურაში ჩახედული და ვინცთვისაც ეგ ტექნიკური წუნები ისე არ ხდება ყურში, ხო ხდები? და იმას აწვებოდნენ, რომ თავარი ხო მარტო არ არის ტექნიკა და რაღაცა და აი იანგმა იგი ჩვენი ტიპია და გაასწორა რა. ზოგმა თქვა კი წააგო, მაგრამ მაინც ეს უფრო გამიწოდა ვიღაცამ თქვა კი არა და მოიგო. იმიტომ რომ იმასაც დაავიწყდა თუ რა, მოკლედ რა, ივას არ დავიწყებია, მაგრამ რაღაცა არგუმენტები იყო მოკლედ სხვადასხვანაირი. და ეხლა ისე გაიჩნდა, რომ იანგმა მოიგო, მაგრამ ხალხის მოგებული გაიჩნდა პელე. ხდები ხალხში მე არ გულისხმობ აბსოლუტურ უმრავლესობას მე გეუბნები რომ გადახედე კომენტარებს მოვიდა ნახავ მაგიტო ვამბობ ეგ არის სულ ეგრე ცნაური რამე მოხდა ეხლა რა ხო დაიდება ბეთლი ხო ნახავთ ვინ მოიგო და ვინ წააგო კომენტარები მაინც ისეთი იქნება რომ მოპარეთ ვინც წააგო იმის აი ნახოთ ხო მე ნახავ და როგორ იქნება მესმის ეგ რომ ნუ მანდი ისიც არის რომ ეხა ბანის მაგრამ ერთი რამე უნდა თქვა რა არ მინდა რომ დავასპოილერო, მაგრამ ერთ რამეს რასაც ვიტყვი, არის ის რომ ჩვენ რო იქ მოვედით და რომ უბრალოდ რომ მარტო შედეგი გავიგეთ, გარეთ რო გამოვედით, რამოდენიმე ამბავი გავიგეთ. პირველი Dance Freestyle-ზე მინდა ძალიან მოსვლა, იმიტომ რომ ძალიან აქეს დაადიდეს და ისე გაუსწორდათ რომ რავი. ორფინალები იყო აი სასწაული რა. ძალიან აი რამე ერთი 10 კაცი ვნახე და 10-ვე მე ვთქვა რომ აუ ბიჭო რა მაგარი იყო, როცა თან ეს ბეთლი ახალი მორჩენილი იყო იმ სტაბილიზებასაც რომ გიზიარებენ სერიოზული თემა. მეორე იძახდნენ რომ ანუ ორივე MC-ის გულშემატკივარი იმას ამბობდა რომ ანუ საღო
ანუ ერთი იძახდა რომ შეიძლება იმასაც მოეგო რა, ამასაც მოეგო. ანუ ორივე ერთი და იგივე, ანუ ძალიან დიდი რესპექტი წამოვიდა, ანუ ის პონტი არ ყოფილა რა დომინაცია და რაღაცა, ანუ ძალიან სერიოზული კონკურენცია იყო და მაინტერესებს. და ეგ მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო ძალიან რა. აი ნახოთ. ჩემი აზრით. ნახოთ და მოკლედ ძალიან გამისწორდა, გამიხარდა. მე შენთან ციცაკებში ვიყავი მოსული. მაგრამ შენ ტერიტორიაზე არ ყოფილი. ის რა იყო შეცემა ის ბიჭო ჯეოთიმის ტიპთან ერთად არ ვიჯექი მაშინ? სადღაც რო ვიყავით ქალაქგარეთ რაღაცა დაჩაზე რო პოდკასტი ჩავწერეთ ხო, იმაში რა ქვია. ხო და ჯეოთიმის ბიჭი ხო საბა. უკანა რიცხვით გამახსენდა რომ ეგ იყო რა. რონალდოზე რაღაცა თქვი და რონალდოზე ხო რა გამიგდეს და მოკლედ შენთან არ ყოფილიყავი და ანუ ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ. მადლობა. შენ რა ქვია როგორც წამყვანიც იყავი ჩემს ერთ-ერთი საოცარი, იმიტომ რომ ძალიან კარგად გეჭირა ტემპი ციცაკებში, ანუ იცი ეგ შენ რო კარგად გამოგდიოდა და გაასწორა ეხლა რომ მოხვედი და როგორც რესპონდენტი ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ, რაც გამიხარდა რომ გაიჩიტე რა. ერთხელ ნათქვამიც მაქვს შენთვის, რომ პოდკასტი კი შენი სივრცეა, მაგრამ სტუმრის სტატუსში რომ არა, აი უფრო მეტად რა გამისწორდებოდა იცი შენგან, რომ տեսლობა, რომ ტიპი დასვა და ებაზრო. განააბაზრო. დასვა და ებაზრო რა. ხო, ეგ ბიჭო, ეგ არის ხო ჯეოსელის თემა, ის გოგოები რო იყვნენ, პროსტა სატოპკეს მიწეოდნენ და მე ბაზრობდი რა. ხო და აქ ერთი ტიპი იყო. ვიღაცა და დაადუმო. აი აქ დასვა რა და პროსტა ებაზრო რა. თავიდან რომ დავიწყე მაგაზე რაღაც ისინი მითხეს, რომ მაიცა შეჩემა აბაზრე თუ რაღაცა მომენტები იყო, მაგრამ არა, მე მირჩევნია ბევრად. ჯერ ერთი პოდკასტი არ არის, ეხლა მაია ასათიანის ის რა ქვია, პროფილი რო აქ როგორია გიგა. და მარტო ეხა მაგაზე ვილაპარაკ მე კითხვა დავსვა და მე შენ გაშო მარტო ეგრე არ არის პოდკასტის თემა ის არის რომ რაღაცას მეც ვიტყვი რაღაცას შენ ჭორავთ მაგრამ რა თქმა უნდა ჩემთვის ბევრად კომფორტულია როდესაც შენ აი თქვა სტუმარი ვინც არის მოსული მასია რა და ეგ ბევრად მევასება და ჩემთვის ეგ მაგპონჩიც იყო პოდკასტი საინტერესო რომ მთელი ცხოვრება რომ იმას ვიყავი შეგუებული რომ მე მივდიოდი სტუმრად და რაღაცა აი ჩემთვის ეგ იყო საინტერესო მე როგორ გაუმასპინდა მე რომ მეორე ნამბო დრობინი ვიქნებოდი რა მე ჩემთვის სასიამოვნოა რომ ბეტმენი ის იყოს ვინც სტუმარია რა მოსული და დღესაც ეგეთი დღე იყო მოკლედ გამიხარდა მეგობრო ილო მოგვატყო ეხა რა თქვა არა გამიხარდა მოკლედ ეგეც ეგრე რა ეს პოდკასტი ჩავამთავრეთ და ტრადიციულად გეტყვით რომ ხო დაწერეთ ძალიან ბევრმა მითხარით რომ უკვე რომ მაქსიმე მოიყვანეო კაიაკატადან და გაჩიჩელან ჩემთვის ზომბია სული მის მე ძალიან დიდი ხანია ვისდომ და სულ ზომბის ვეძახი და ზურა, ანუ კაიაკატადან და ანუ აუცილებლად ვეტყვი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. არა, აღარ არსებობს, მაგრამ უნდათ რომ მოვიდნენ და იბაზრონ, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო ხალხია. მაქსიმე კი შემხვდა ერთხელ ქუჩაში, მაგრამ ძალიან გარბოდა და აღარ შევაყოვნე რა და აუცილებლად ვეცდები რომ ექსრულიც აგისრულოთ და მანამდე კიდე დაწერეთ რა, ვინ გაგისტორდება რომ მოვიდეთ, არა მარტო ჰიპ-ჰოპ კულტურიდან, არამედ ნებისმიერი სფეროდან კი. აუ მე შეიძლება გითხრა? მიდი. გააცრე იდეა ვის ვისი მოსმენა გამისტორდებოდა მაგრად პოდკასტში შეიძლება ის იყოს რა ქვია დიმა ერთი გითხარი რომ დამიჯერე ძალიან საინტერესო კაცი არის აი ძალიან საინტერესო ისეთი რომ დიმა ნებიერიძე დიმა არის ნუ ჩვენი ძმაკაცი ეგერთია და მეორე არის საქართველოს ნაკრების საქართველოს საფეხბურთო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის social media manager-ი აუ ვიცნობ რა ქვია დიმა ნებიერიძე დიმა ვნახე ბათუმში ერთხელ და დიმა არის ადამიანი რომელიც ფლობს ინსაიდებს და სერიოზულეს ინსაიდებს და დიმას გირჩევ უეჭველი ყველაფონში თუ მოვა და რადგან მაგრად მიყვარს მე კალათბურთი და შენც მაგრად გიყვარს კალათბურთი ვინმე კალათბურთში ჩახედულ ტიპს გირჩევდი მაგალითად შიოხეცურიანს რატო იცი ფრედი კრუგერი ზურათ ალაკვაძე შეიძლება გიო ზურაბიშვილი შეიძლება უბრალოდ მინდა რომ ქართულ გიო ზურაბიშვილი კალათბურთზე ლაპარაკებს ჰიპ-ჰოპზე იდეალურად AK თან ადრე ბიფი ქონდა და აქ დავალაგეთ რა ძალიან დიდი ხნის წინ რაღაცებს გადავდი მასზე და რატო იცი ქართული კალათბურთი თითქოს საკალათბურთო კულტურას არის მოწყვეტილი ვიბაზრებს მაგაზე საინტერესო იქნება მე უეჭველი ვიცი რომ შენ სწორი აზრები გექნება ამასთან დაკავშირებით სწორ კითხვებს დასვამ და პასუხებსაც მოვისმენდი შესაბამის რა მადლობა ჩვენიერი მადლობა გაასწორა მოკლედ ეგ არის და დროებით რა ადიოს